ამაზი ქვიშიანი სანაპირო. ოკეანე ნაზად გველამუნება კანს. წრუპავთ ქოქოს, ტკბებით მზის ჩასვლით. სტოპ. მთელი ცხოვრება ვფიქრობდით, რომ ეს არის ნამდვილი ბედნიერება, მაგრამ თურმე გვატყუებდნენ. აი ნამდვილი ბედნიერება. ასე გამოიყურება ბედნიერი ხალხი, ასე კი დაცარიელებული ბედნიერი ქალაქები. და ზუსტად ამ დროს, როცა იყინები, ყავაში გადახდილი გაქვს ვიზიარის ბილეთის ფასი, ფიქრობ, იქნებ ბედნიერებას არასწორ ადგილას ვეძებთ. მე და ჩემი მაყურებელი კი საინტერესო და აზარტული დავალების შესასრულებლად ვემზადებით. რა დავალებაზეა საუბარი? ნახეთ, არანაირი განსაკუთრებული ბუნებრივი რესურსები, არც რაღაც გამორჩეული გეოგრაფიული მდებარეობა. დაუმატოთ ამას კლდიანი და ტყიანი რელიეფი, უმკაცრესი ცივი ზამთარი, სადაც მზე 3 საათით ჩადის, ან საერთოდ არ ამოდის. დ-ვიტამინის ნაკლებობა და 50%-იანი გადასახადები. წესით ეს ყველაფერი, რაც ახლა მე ჩამოვთვალე, წარუმატებელი სახელმწიფოს პირობებია, მაგრამ შვედებისთვის არა. მათ არამხოლოდ შექმნეს დიდარი და ძლიერი სახელმწიფო, არამედ მსოფლიოში ბედნიერების ინდექსით მე-4 ადგილს იკავებენ. რანაირად უნდა შექმნა ასეთი წარმატებული და პოლიტიკურად სტაბილური ქვეყანა, როცა ამის შანსი 0 იყო. დღეს მე და ჩემი მაყურებელი ერთად გავარკვევთ, როგორი არის შემდგარი სახელმწიფოს რეცეპტი და როგორ შეიძლება ცხოვრობდეს ეს ხალხი ასე ბედნიერად. ერთად გავიგოთ, თუ ეს გამოსდის სხვას, რატომ არ გამოგვდის ჩვენ? ამ რთული ამოცანის შესასრულებლად კი გავამგზავრებით შვედეთში, რადგან ჯობია ჩვენი თვალით ვნახოთ, ვიდრე გავუთავებლად Google-ში ვიკითხოთ მოსაწყენი ინფორმაციები. ამას როგორ გავაკეთებთ? შემოვივლით მთელ შვედეთს, თითქმის 4000 კილომეტრიან გზას. შევიხედებით როგორც დედაქალაქში, ასევე პატარა ქალაქებში და სოფლებშიც. ჩვენი მიზანია მაქსიმალურად მეტი ვნახოთ, რადგან უფრო მეტი დასკვნის საშუალება გქონდეს. გავესაუბროთ ადგილობრივებს და ჩვენ ემიგრანტებს. ნახოთ სკანდინავიური ბუნება და დღეები, სადაც მზე არასდროს ჩადის. ანონსში გეტყვით, როგორ დავრჩი გარეთ ცივ სტოკჰოლმში. და აღმოჩნდა, რომ თურმე ამ აპლიკაციის გასაღებს ვადა გაუვიდა 2 საათის უკან. ვიცხოვრე უკიდურეს ჩრდილოეთში, მიკარგულ ჩრდილოეთში ტბასთან, ყველაზე ტექნოლოგიურ ქალაქში, მეტას დატაცებთან, ქართველ ემიგრანტებთან, რატომ შემზიზღდა ჰამბურგერები და რატომ მესიზმრება ვოლვოს საჭე უკვე სიზმრებშიც და ხო, ამ არც თუ ისე პატარა ირმებსაც გაჩვენებ. ჩვენი თავგადასავალი დაიწყება შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმიდან და როგორც ყოველთვის დრონის უსასრულო სკანდალებიდან. წეგან მოვიდა უსაფრთხოების თანამშრომლები, 2 ადამიანი იყო, დაინახეს რომ დრონით ვიღებდი რაღაცებს და მოვიდნენ დაინტერესდნენ. მკითხეს რას იღებო, უთხრა რომ ძირითადად ვიღებ ისტორიულ შენობებს და შემდეგ გამაფრთხილეს რომ სტოკჰოლმის სამხრეთით, სადაც დაინახავ გამჭვირვალე შენობებს, სადაც ფრიალებს შვედეთის დროშა, იქ არ გადაიღო დრონით, იმიტომ რომ ეს არის სახელმწიფო ტერიტორია, ეს არ არის სამოქალაქო ობიექტი. არც ის მითხრეს, აბა მაჩვენე ნამდვილად ის გადაიღე თუ არა იქნებ იმ შენობებს უღებო. ძალიან ზრდილობიანები იყვნენ, გამაფრთხილეს უბრალოდ. გამომკითხე შემდეგ, საიდან ვიყავი, რა მიზნით ვიყავი, წარმატებები მისურვეს, მითხრეს თუ დახმარება დაგჭირდება რამეზე, იქით ვიქნებით. ეს იყო ასეთი პირველი კონტაქტი პოლიციელებთან. თუმცა თუ არ შეიძლება ჩრდილო ცენტრში გადაღება, მოდი ჩვენ ვიბრინოთ სამხრეთში, არ დავარღვევთ წესები. სტოკჰოლმი პატარა ქალაქი არ არის. მიუხედავად ამისა, როგორც შეჩეული ვარ თანამედროვე არქიტექტურას, აქ ის ზომიერია და რაც არის, ისიც კი სკანდინავიურ ელფერში ჯდება. ამ ქალაქში თითზე ჩამოსათვლელია მაღალი შენობები. ზოგადად თვითონ ადგილობრივებსაც პატარა სახლებში ცხოვრება ურჩევნიათ, რასაც მთელი ვიდეოს განმავლობაში შეხვდები. ასევე ერთ-ერთი ყველაზე არატურისტული დედაქალაქია, სადაც კი მე ვყოფილ ვარ. როდესაც მე მიდიხარ, ხომ გაქვს წინასწარ წარმოდგენილი, როგორი იქნება ის ქვეყანა ან ქალაქი. მე პირადად სტოკჰოლმი, როგორიც წარმოვედგინე, ზუსტად ისეთი დამხვდა, ანუ ჩემი მოლოდინი იქცა ამ შემთხვევაში რეალობად. ყველაფერი არის მოვლილი, მოწესრიგებული, ქალაქი თვითონ არის მშვიდი. მაგრამ მიუხედავად ამ ყველაფრისა, თითქოს განსაკუთრებული არაფერია. ანუ ადგილობრივი სტილი არქიტექტურაში იგრძნობა, მაგრამ ყველაფერი არის მოკრძალებული. არსად შეხვდებათ უეცრად წამოჭიმული თანამედროვე შენობები და ასე შემდეგ. და ის თანამედროვეებიც, სადაც გვხვდება, ეგეც კი ზომიერად და საერთო სტილში წარმატებულად არის ინტეგრირებული. სკანდინავიური მინიმალიზმი მომწონს, თან დააკვირდით, ყველაფერი მოკრძალებულია, მაგრამ ვერ იტყვი რომ უგემოვნოა. პირიქით, საკმაოდ კარგია. ხო და ისეთი დაბეჭდილება მჩება, რომ თითქოს მინიმალიზმი არა შვედური სტილი, არამედ ამ ხალხის მსოფლმხედველობაა. კარგად თქვი ისე.
სტოკჰოლმი და ზოგადად შვედეთი ის ადგილია, სადაც გადაადგილების ყველაზე პოპულარული საშუალება ველოსიპედია. მათთვის ქუჩებში სპეციალური, აი ასეთი მობილური სახელოსნოებიც კი დგას, სადაც შეძლებთ საბურავის დაბერვას და ასე შემდეგ. აქ ადამიანის სოციალურ სტატუსს არ მიუთითებს ის, თუ რა ტრანსპორტით გადაადგილდება. ველოსიპედით გადაადგილებას ანიჭებენ უპირატესობას ბიზნესმენები, ლექტორები, სტუდენტები, მეცნიერები, ასევე ვერ წარმოიდგენთ კიდევ ვინ იყენებს მას. დიახ, პოლიტიკოსები. მეგობრებო, ახლა უნდა გაჩვენოთ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ფაქტობრივად წარმოუდგენელი არის. მე ახლა ვიმყოფები პარლამენტთან. შიგნითაც შევალ და ნახეთ, რომ ჯერ არანაირი ჯებირები ხო არ არის. ეს არის უშუალოდ პარლამენტარების ნაწილის პარკინგი. აი ეს გამოიყურება. ერთი მხარე უბრალოდ პარკად არის ქცეული. არანაირი ღობე, ჯებირი. ზედმეტი უსაფრთხოება, ნუ გარეთ ყოველ შემთხვევაში. შიგნით ისედაც არავინ შეგუშვებს ახლა ასე, მაგრამ უბრალოდ ნახეთ, რომ ყველაფერი არის ღია. ჩვეულებრივად გადის გზა ერთი ბოლოდან მეორეში. არც ზედმეტი დაცვა არის. ასე არის მოწყობილი ამათი პარლამენტი. ისე სხვათა შორის გაგიკვირდებათ და აქ ადამიანების გადაღება არ არის მარტივი. არავინ არაფერს არ გეუბნება, მაგრამ აშკარად არ სიამოვნებთ. აქ ხომ მიცით ძალიან უყვართ პირადი სივრცის დაცვა და ალბათ ფიქრობენ, რომ ასე უცხო ადამიანი რომ უღებს, მის პირად სივრცეში შეჭრის მცდელობა არის. ხო და ვცდილობ რომ მაინც და მაინც ბევრი არ გადავიყო, ანუ ისე ვიმეორებ, არავინ არაფერს არ ამბობს, მაგრამ აშკარად არ სიამოვნებთ. სხვათა შორის, მეგობრებო, ჩვენი მთავარი მიზანი ხომ გახსოვთ? უნდა გავერკვეთ შვედურ წარმატებაში და მათ შორის კარგად უნდა ვიცოდეთ ადგილობრივი საზოგადოების მსოფლმხედველობაზე. ამ ხალხის დაუწერელი ფილოსოფია არის ლაგომი. ახლა მოგიყვებით მის შესახებ და დააკვირდით, ამ ფილოსოფიაზე იქნება დაშენებული აბსოლუტურად ყველაფერი, რასაც ჩვენ ამ ვიდეოში შევეხებთ. საზოგადოებას რაც შეეხება. ყველა წარმატებული თუ წარუმატებელი ქვეყნის მიზეზი არის საზოგადოებაში. გამონაკლისი არ შვედეთია. ამიტომ ამის შესწავლას, დაკვირვებას, ინფორმაციის მოგროვებას და შვედების გაცნობას ყველაზე დიდი დრო დაუთმე. მოემზადეთ გაოცებისთვის და ასეთ რაღაცას გთავაზობთ, რომ პერიოდულად მე ჩემ აზრს გაგიზიარებთ, რაზე ღირს დაფიქრება. ლაგომი შვედურიდან ითარგმნება როგორც ზომიერი. არც ძალიან ბევრი და არც ძალიან ცოტა. გქონდე ზუსტად იმდენი, რამდენიც გჭირდება, არც მეტი, არც ნაკლები. აქ არ უყვართ ტრაბახი და ბაკიბუქი, რომ მე აი ეს მაქვს, მე ამაში ამდენი გადავიხადე და ასე შემდეგ. თუნდაც დააკვირდით ხალხს. ყველას კარგად აცვია, მაგრამ არავინ ცდილობს იყოს გამორჩეული. მე არ ვამბობ, რომ ეს მაინც და მაინც კარგია, რადგან მე უფრო ინდივიდუალიზმის მომხრე ვარ, მაგრამ ასეთი საზოგადოება ნაკლებად ტოქსიკური მგონია. ზოგადად ფიქრობ, რომ აი მით უმეტეს ბავშვებში ხომ მშობლებმა იციან, რომ ამან შენზე კარგი ქულა მიიღო სკოლაში, ეს შენ გჯობია, ეს შენზე უკეთესია, რაც არა ჯანსაღ კონკურენციას ქმნის, არამედ ბავშვს ძენს კომპლექსებს და ნაკლებად თავდაჯერებული ხდება. ეს ყველაფერი მერე თანდათან დიდებშიც თავს იჩენს. შური და მუდმივად სხვისი მატერიალური კეთილდღეობის დევნა იწვევს დაძაბულობას, ქაოსს, უარყოფითად მოქმედებს ურთიერთობებზე. აქ კიდე პირიქით ცდილობენ შექმნან ისეთ საზოგადოებას, სადაც ყველა უზრუნველყოფილია, ყველა კარგად არის, მაგრამ ამასთან ყველა იცავს თანასწორობის პრინციპს. შენ არ უნდა აგრძნობინოს სხვას, რომ რაიმით მასზე უკეთესი ხარ, იმიტომ რომ იმან არ იგრძნოს თავი უხერხულად. მე რაც ჩამოვედი აქ და ვაკვირდები ასე მგონია ყოველ შემთხვევაში სუბიექტური შეხედულება არის, რომ ეს ხალხი იმდენად კარგად ცხოვრობს თავის ცხოვრებით, იმდენად არიან უკვე თავის სამყაროში, ოჯახთან ერთად გადიან, ბავშვები გამოყავთ სასეირნოდ, პარკები სულ სავსე არის, ხო და იმდენად შეეჩვენა ასეთ სტილით ცხოვრებას, მე სამსახური ხელს უწყობს, უზრუნველყოფილი არიან, მომავალი მდგრადი არის, არ გაქვს იმის შიში, რომ აი ხვალ რაღაც შეიძლება ისე მოხდეს და გეგმები წყალში ჩაგივარდეს. ხო და ეს მერე იმას იწვევს, რომ ურთიერთობები ლაგდება. ანუ არავის აღარ აქვს არც დრო და არც სურვილი, რომ აი სხვაზე ცუდად ილაპარაკოს, იჭორაოს, შური გქონდეს და ასე შემდეგ. შვედეთის და შვედების შესახებ აზრებს გაგვიზიარებს გუგა ვარშანიძე და გიორგი თამაზაშვილი. კი, ანუ ზუსტად ეგრეა. ყავს მეგობრები, რომლებიც ძალიან შეძლებულები არიან და ჩვეულებრივად რა, ანუ არ იტყობენ არანაირად, ხო? კი, ეგრეა ზუსტად. შენიაც რატო ყავდა? ნუ ალბათ იმიტომ, რომ ანუ შესაძლებლობა აქვს ყველას რა, ყველა როგორ ვთქვა, ყველას მისებურად მიყავს თავის ცხოვრება აქ, ალბათ. და ყველას აქვს საშუალება მაგალითად სახლში საწმელი კონდეს და გააკეთოს ის, რაც უნდა წავიდეს ისწავლოს სიტყვაზე, ან გააკეთოს ის, რაც მას გამოდის, ხო და არავინ არა, არავის დაბოღმილი რა, ეგ ალბათ მთავარი. ალბათ ამიტომ
და რადგან სკოლები ვახსენეთ, მოდი ვისაუბროთ შვედური განათლების მოდელზე. პირველ რიგში ალბათ აღვნიშნოთ ის, რომ კერძო თუ საჯარო სკოლები ყველა უფასოა. უფასოა წიგნები, კვება და ექსკურსიებიც კი ხშირად სკოლის მიერ არის უზრუნველყოფილი. სახელმწიფო ფარავს ორივე ტიპის სკოლის ხარჯებს. მშობლებს კი საშუალება აქვთ აერჩიონ რომელი სკოლაა მათთვის უფრო მისაღები. ანუ სკოლები რა თქმა უნდა, მაინც განსხვავდება ერთმანეთისგან. თუმცა თანასწორობის პრინციპი დაცულია. აქ გინდა ატარო კი ბატონო მოიყვანო. აკრძალულია საშინაო განათლება. ანუ სახელმწიფო ცდილობს აკონტროლოს ის, რომ საზოგადოება პატარაობიდანვე საერთო ერთიან ღირებულებებზე გაზარდოს. ამას აქვს ორი მხარე. როგორც დადებითი, ისევე უარყოფითი. ის არის, რომ პირობითად მიგრანტი ვერ შეძლებს საკუთარი შვილი აღზარდოს შარიათის კანონებით და შესაბამისი განათლება მისცეს. იმიტომ რომ ის ვალდებული არის ბავშვი მიიყვანოს სასწავლო დაწესებულებაში. იქ კიდე, როდესაც უკვე ბავშვს მიიყვანს, ის ხომ ხედავს, რით არიან დაინტერესებული მისი თანატოლები, რას უყურებენ, რაზე საუბრობენ, რა მოსწონთ და იძულებული ხდება ეს ინტერესები მიიღოს და გაიზიაროს. სხვა შემთხვევაში უბრალოდ გაირიყება. უარყოფითი მხარეც აქვს ამ ყველაფერს, მაგალითად, მშობლები ასეთ დროს კარგავენ იმ ბერკეტს, რომ თვითონაც შეძლონ გადაწყვიტონ რა ისწავლოს ბავშვმა და რა არა. ზოგს არ მოსწონს მაგალითად, რომ პატარა ასაკიდანვე სკოლებში ასწავლიან სექსუალურ განათლებას ან LGBT პროპაგანდას ეწევიან. ამიტომ ასეთ სისტემაში არჩევის უფლება აღარ არის. ასევე რაც არანაკლებ საინტერესოა თქვენი აზრით, როდის უწერენ პირველ აკადემიურ ქულას ბავშვს. რა თქმა უნდა, პირველივე კლასიდან, მე-6 კლასიდან, მე-9 კლასიდან თუ ქულა რა დასაწერია ეშმაკის მოგონილია. მე-6 კლასამდე სკოლაში მოსწავლებს დავალებებს არ აძლევენ და შესაბამისად არ ხდება მათი შეფასება. სახელმწიფო ფიქრობს, რომ ქულები ბავშვებში ქმნის შიშს და არასაგნის შესწავლის რეალურ დაინტერესებას ან მოტივაციას. იკითხავთ აბა, მაშინ როგორ ხდება შეფასება? შეფასება არ ხდება. ნახეთ, პერიოდულად იმართება მშობლის, მოსწავლის და მასწავლებლის შეხვედრა, სადაც განიხილავენ, რომ აი მაგალითად ამ საგანში ცოტა მეტი დრო დაუთმოთ, აქ ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო და ასე შემდეგ. თავარი იდეა ის არის, რომ შედარებითობის პრინციპი და ცუდი კონტრასტის გაჩენა მოსწავლეებს შორის იწვევს ბავშვებში შფოთვას, ნაკლებ თავდაჯერებულობას და ბოლოს სწავლაზე გულს იცრუებენ. აქ ასევე გამორიცხული არის, რომ მშობელთა კრებაზე მასწავლებელი ადგეს და თქვას, რომ მაგალითად ზიგმუნდი ყველაზე მაგარი მოსწავლე არის და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, რომ ამაში ლოგიკა არის და მე ჩემი თვალით მინახავს, რომ სკოლამ არათუ მოამზადა ბავშვები მომავლისთვის, არამედ გატეხა და ის მომავალიც წაართვა. შექმნა თავის თავში არათავდაჯერებული, დაკომპლექსებული ადამიანები და ბავშვობიდანვე შთააგონა, რომ ვერც ერთ საქმეში ისინი წარმატებულები ვერ იქნებოდნენ, რაც თავისთავად სისულელეა. ამიტომ რაღაც ასაკამდე, რომ ეს გაცხადებული კონკურენცია არ არის, ვფიქრობ, რომ მისასალმებელია. ასევე თითქმის მთელი შვედეთის მასშტაბით არ არსებობს სასწავლებელი, სადაც მშობელს უნდა რომ იქ ისწავლოს მისმა ბავშვმა და დაბრკოლება დახვდეს მაღალი საფასურის სახით. აქ ასწავლიან, რომ თავარი ქულა კი არ არის, თავარი არის აზროვნება, კრიტიკული კითხვების დასმა, ფიქრი და რაც მთავარია თანასწორობა. ვფიქრობ, რომ რაღაცებზე დაფიქრება გვიღირს. ეს რაც უნდა ვიცოდეთ განათლებაზე. ახლა კი ვაგრძელებთ ჩვენ შემეცნებას და ზუსტად ვიცი, გაინტერესებთ აქაურ ხელფასებზე, გადასახადებზე, რამდენს გამოიმუშაობენ, რაში ხარჯავენ, რამდენად ძვირი ქვეყანაა და ასე შემდეგ. დამიჯერეთ, აღფრთოვანება გელოდებით. ხოლმე ამაზე ვისაუბრებთ, მაგრამ დააკვირდით პარკებში რამდენი ხალხია. ახლა არის 5 საათი და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ან ყველა უმუშევარი, ან სამსახურები უკვე მორჩა. ამ დროს თბილისში რომ იწყება საცობები, გრძელდება 8-9 საათამდე. აქ კიდე გამოსულები არიან და დროს ატარებენ საკუთარ თავთან, მეგობრებთან, ან უბრალოდ ოჯახის წევრებთან. წინამძულეში სამსახურების დიდი ნაწილი უკვე დაკეტილია. ნაწილს იმიტომ ვამბობ, რომ მაგალითად ბანკები დღის პირველ ნახევარში იხურება. საქმე იმაშია, რომ შვედები ცდილობენ ლაგომი მოარგონ სამუშაო ეთიკას. აქ არ არის წახალისებული ზეგანაკვეთზე მუშაობა, იმიტომ რომ გაცნობიერებული აქვს შვედებს, რომ როდესაც მორჩება სამუშაო საათები, ადამიანი უნდა წავიდეს სახლში და დრო დაუთმოს საკუთარ თავს ან ოჯახს. ჩვენთან გვიანობამდე რომ იმუშაო, საუკეთესო შემთხვევაში, ეგეც საუკეთესო შემთხვევაში გეტყვიან, ვა, რა მაგარი ხარ, ყოჩა. აქ პირიქით, სამუშაო საათები იწყება 7-8-ზე და მთავრდება 4-5-ზე. იმ შემთხვევაში, თუ 1 საათიან შესვენებას არ გამოიყენებთ, 1 საათით ადრე წახვალთ სახლში. თუ კომპანია ზეგანაკვეთურად ამუშავებს თანამშრომლებს, მათ შესაბამისად დაბეგრავს სახელმწიფოც. აქ აქვთ მარტივი მიდგომა. შენ ცხოვრობ არა იმისთვის, რომ იმუშაო, არამედ მუშაობ იმისთვის, რომ იცხოვრო. ახლა კი გადავიდეთ თემაზე, რომელიც თქვენს ტვინს ააფეთქებს. შეიძლება შვედებსაც აწუხებთ, მაგრამ მორჩილად მიყვებიან ამ სისტემას და შეიძლება კმაყოფილებიც არიან. ეს არის უზარმაზარი გადასახადები.
შვედეთში მოქმედებს პროგრესული გადასახადი. პრაქტიკაში ეს ასე მუშაობს. თუ ადამიანს თვეში აქვს 4000-4500 euro, ის იბეგრება 30%-ით. თუ ამ 4000-4500 euro-ზე მეტი აქვს, შესაბამისად იზრდება გადასახადიც. ზოგჯერ ისე ხდება, რომ შემოსავლიდან გამომდინარე, ეს გადასახადი შეიძლება აღემატებოდეს, ან უტოლდებოდეს 50%-ს. ვიცი, რომ ძალიან ბევრია და უკვე ნეგატივს იწვევს, როცა ამ ხელა რიცხვებზე არის საუბარი, მაგრამ ნახეთ აქ რა ხდება, სახელმწიფო შენ ამ გადასახადებს გიბრუნებს. მაგალითად, უფასოდ გაქვს განათლება, ჯანდაცვა, სხვადასხვა სოციალური რისკები და ასე შემდეგ. აქ ჯანმრთელობას თვითონ სახელმწიფოც ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს. მაგალითად, ყოველ 2 წელიწადში ერთხელ გენიშნება სავალდებულო სამედიცინო შემოწმება, რომელზეც აუცილებლად უნდა გამოცხადდეს წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმა გეკისრება. ეს შემოწმება, რომელიც სრულად შემოწმდება ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ესეც უფასო არის. ამით უბრალოდ იმას გაჩვევს, რომ ყურადღება დაუთმე შენ ჯანმრთელობას, იზრუნე ამაზე და გადაგივიდეს ჩვევაში, რომ მიდი თავის დროზე და შეემოწმე. მე პირადად ამ ხელა გადასახადები არ მომწონს, მაგრამ ამას აქვს თავის დადებითი მხარეც. აი ყველაზე ელემენტარული მაგალითი რომ მოვიყვანოთ, თუ არ ხარ შენ დიდარი და შეძლებული ადამიანი და ღმერთმა არ ქნას შენ ან შენ ოჯახის წევრს ან ახლობელს რაღაც ძიმე სერიოზული დაავადება აღმოაჩნდა, იმის მაინც არ გეშინია რომ ვერ იმკურნალი, იმის მაინც არ გეშინია რომ ფინანსურად ამას ვერ გაწოდები. ასევე რა თქმა უნდა ეს პირველ რიგში უშუალოდ მოქმედებს ისევ და ისევ სოციალურ თანასწორობაზე. არსებობს ნებისმიერ ქვეყანაში, შვედეთი იქნება, ამერიკა თუ ასე შემდეგ, რა თქმა უნდა რომ არსებობს რაღაც სხვაობები სოციალურ კლასებში, ხო, საზოგადოების ფენებში. მაგრამ აი ეს უბსკრული როგორც ასეთი ამ ქვეყანაში არ არსებობს. თუ კი სადმე მინიმალური სხვაობა არის კლასებს შორის, ეს არის რა თქმა უნდა შვედეთი. და ხო, აქ საშინლად არაკორექტულად ითვლება ის კითხვა, რაც ჩვენთან ჯერ ისევ ინარჩუნებს პოპულარობას. რამდენი გაქვს ხელფასი? ადგილობრივი არასდროს იკადრებს ცხოვრებაში და ამას არავის არ კითხავს, იმიტომ რომ ფიქრობენ, რომ ეს არის სხვის პირად სივრცეში შეჭრა. აი პირადი სივრცე სხვათა შორის რაღაც ფანატიკურ დონეზე ყავთ აყვანილი. აი რას გულისხმობ, ვიცით? მე როცა დავდივარ ქუჩებში და კამერით ვიღებ და ხედავენ ამას, არ სიამოვნებთ. არაფერს არ გეუბნებიან, არ გელაპარაკებიან და ასე შემდეგ, მაგრამ უბრალოდ არ სიამოვნებთ, გაგრძნობინებენ მზერით. ასეთ რაღაცას მე ვერ გძნობდი მაგალითად ახლო აღმოსავლეთშიც კი. და თემას რომ დაუბრუნდეთ, ან მეორე მხარე რომ ავიღოთ, ვინც საოცრად წარმატებული და შემდგარი არის, ისიც კი არასდროს იკადრებს იმას, რომ თავის ეს წარმატება, ფინანსები სხვას მოახუიოს თავზე. სამსაქმებელმა მთელი რიგი პროცესები უნდა გაიაროს, რომ სამსახურიდან გაშვება შეძლოს. უნდა წერილობით და ფაქტებით დაგიდასტუროს, რომ შენ გაქვს მაგალითად რაღაც სერიოზული დარღვევები, დისციპლინარული პრობლემები, უნდა გესაუბროს რამდენჯერმე, უნდა აგიხსნას და განახოს და ასე შემდეგ. ასე რომ ადამიანი გაუშვას, ეს არ გამოდის. თავიდან გეძლევა 6 თვე გამოსაცრეი ვადით, ამ 6 თვეში დამსაქმებელს შეუძლია რომ ყოველგვარი მიზეზების გარეშე გაგიშვას და არ აგიხსნას არაფერი, მაგრამ თუ კი 6 თვეს შენ კაიული და სამსახური დაგიტოვებს, მერე უკვე შენს უფლებებს სერიოზულად იწევს თვითონ დამსაქმებელიც და ნუ პროფკავშირები მით უმეტეს. რაც უფრო დიდი ხანი მუშაობ კონკრეტულ სამსახურში, მით უფრო რთულია შენი გაშვება. აი საქართველოში მაგალითად ხო შეიძლება ასეთი რაღაც მოხდეს, რომ ეს ადამიანი დიდი ხანია უკვე ჩვენთან მუშაობს, მან ამოწურა თავის რესურსი და ნუ დრო არის რომ გაუშვათ. აქ შანსი არ არის მსგავსი მოხდეს. რაც უფრო დიდი ხანი მუშაობ შენ, მით უფრო გვიან გაგიშვებს კომპანია. პრიორიტეტი გაშვების დროს მიენიჭება იმას, ვინც ყველაზე ბოლოს დაიწყო მუშაობა. ხოლო ვინც უფრო ადრე დაიწყო მუშაობა, შესაბამისად ყველაზე ბოლოს გაუშვებენ მას. ასეთი წესი არის, რა პირველი მოხვედი, ბოლო წახვედი. შემთხვევა იყო მაგალითად ჩემი მეგობარი მუშაობდა ერთ ადგილას და ის კომპანია უნდა დახურულიყო, იმიტომ რომ აღარ ქონდა შეკვეთები რა. და ზოგადად ეგრეა, რომ ვისაც იღებენ ბოლოს იმან უნდა დატოვოს სამსახური რა. მაგალითად თუ ყავთ სამსახურში აი 20 თანამშრომელი, ბოლო ვინც მოვიდა, ის მიდის და აი ეგრე მიყვება რა და პირველი ვინც მოვიდა, ის უნდა წავიდეს ბოლო სამსახურიდან. ეგრეა რა. თუ მაგალითად კომპანია იხურება, ვინც პირველია მოსული და უკვე დიდი ხანია იქ მუშაობს, იმას უპირატესობა აქვს, რომ დიდი ხანი დარჩეს სამსახურში. ზოგადად წესით აქ მიღებულია, რომ უნდა გქონდეს ერთი სამსახური. ანუ უნდა მუშაო კვირაში 5 დღე, 40 საათი და მაგაზე მეტი არ შეგიძლია რომ იმუშაო. კანონით ეგრეა მიღებული რა. არ შეიძლება რომ გქონდეს 2 სამსახური. ნუ გააჩნიეთ თუ სწავლობ შეიძლება შეუსაბამო, მაგრამ ზოგადად მიღებულია რომ 40 საათი, უბრალოდ კვირაში 40 საათი, კვირაში 5 დღე უნდა გქონდეს რა. ხო. ეგრეა მიღებული. და თუ მაინც სამსახურმა მიიღო, ნორმალურ პირობებში სამსახურმა მიიღო იმის გადაწყვეტილება რომ უნდა გაგიშვას, იწყება მოლაპარაკება შენს და დამსაქმებელს შორის და დამსაქმებელი გეუბნება რომ მე მივიღე ეს გადაწყვეტილება რომ გაგანთავისუფლო, მაგრამ
მოდი ისე წავიდეთ და ისე დავიშალოთ, რომ რაღაც ხელშეკრულებას და რაღაც შეთანხმებას მივახცევთ. მაგალითად, მე მოგცემ შენ 6 თვის ხელფას, 1 წლის ხელფას და ასე შემდეგ. ანუ შენ არასდროს გაქვს ხვალინდელი დღიში, შენ იმაზე არ ფიქრობ, რომ აი ხვალე რო გათენდება, რა შეიძლება ჩემს უფროს გადაუბრუნდეს თავში და გამათავისუფლოს. შანსი არ არის ამის. ამიტომ ვამბობ, რომ აქ ისეთი პრობლემები არის მოგვარებული და აღმოფხრილი, რაც პირიქით გიმყარებს შენ მომავლის რწმენას. შეგიძლია თამამად იყო და რაღაც დროში რაღაც რომ გაქვს დაგეგმილი, იცი რომ ეს აუცილებლად გაკეთდება, რაც არ უნდა მოხდეს, შენი მომავალი არის მყარი. ვიდეოს კადრებიდანაც დაინახავდით და მინდა ყურადღება გაამახვილოთ იმაზე, თუ რა ელემენტარული რაღაცები აბედნიერებს ამ ხალხს. მაგალითად, სამსახურის მერე პარკში გასვლა მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან რუტინული ბედნიერება. შვედები მაღალ თამასას არ უწესებენ საკუთარ თავს და მერე სტრესშიც არ ვარდებიან, რომ აი მაგალითად აუცილებლად კვიპროსზე, მალდივებზე უნდა დავისვენო და ასე შემდეგ. შვედი მთელი წელი ამ შვებულების აღებაზე და მის გამო მუშაობაზე არასდროს იფიქრებს. მისთვის მთავარია იმ მომენტში დათქმეს, მოშვებული იყოს, საღამოს თუ გავა მეგობრებთან და ბარში ცოტას დალევს, ეს უკვე ბედნიერად აქცევს. არანაირი გადაჭარბებული მოლოდინები. იყავი ბედნიერი აქ და ახლა. აკი ასეთ კითხვას დაგისვამთ. თქვენი აზრით, შვედური საგადასახადო სისტემა ხომ არ ნერგავს იმასაც, რომ აი ჩვენ მაგალითად რეალურ ყოფით ცხოვრებაში როგორ ვართ, რომ რაც მეც გამოვიმუშავებ, სულ უფრო მეტი გვინდება. და ამ ფინანსური წარმატების დევნაში ვერ გრძნობთ ელემენტარულ ბედნიერებას და იმასაც ვერ გრძნობთ, როგორ გადის დრო. როცა შეგვიძლია უფრო ხშირად მოვიკითხოთ მშობლები, უფრო ხშირად გავიდეთ მეგობრებთან, უფრო ხშირად გავატაროთ დრო ოჯახის წევრებთან და ასე შემდეგ. ხო და კითხვა შემდეგშია. შვედური მიდგომა გამოიმუშავე ზუსტად იმდენი, რამდენიც საჭირო არის, რომ იყო ბედნიერი და უბრალოდ იცხოვრე. ხომ არ ნერგავს ამ იდეასაც. და მაღალი გადასახადების ნოტაზე მინდა შეგახედოთ შვედურ სუპერმარკეტში და გაჩვენოთ შვედური ფასები. მოემზადეთ. ეს საღამო შვედეთში გატარებული დღეებიდან ერთ-ერთი გამორჩეული იყო. აქ მცხოვრებ ქართველებს შევხვდით, რომლებმაც ნამდვილი ქართული სტუმართმოყვარეობით გვიმასპინძლეს და ყველაზე ქართული საღამო მოგვიწყვეს. შეიძლება ვინმესთვის წარმოუდგენელია შუაგულ შვედეთში ჩაქაფული მწვადი, ხაშლამა, ლობიანები და ხაჭაპურები, მაგრამ როგორც ამ კადრებზეც ვხედავთ, ყველაფერი შესაძლებელია. ტრადიციული ქართული სუფრა, სამშობლოზე საუბარი, ბევრი სიცილი. თუმცა როგორი ბედნიერებიც არ უნდა ჩანდნენ აქ კადრებში, ყველა ოცნებობს საქართველოში დაბრუნებაზე. როგორ კარგადაც არ უნდა იყვნენ შვედეთში, სადაც უსროლიად ის არის, იქ უნდათ ყოფნა. ამ ადამიანებში სამშობლოს მონატრების სევდა ყოველი ჭიქის შემდეგ კიდევ უფრო შესამჩნევი ხდებოდა. ჩვენი ქვეყნის სიყვარულმა იმ დღეს კიდევ უფრო მეტად გაგვაერთიანა. მინდა ამ მომენტით ვისარგებლო და ჩემ მეგობარ გიორგის და მის მეგობრებს კიდევ ერთხელ უდიდესი მადლობა გადაუხადო. რადგან ემიგრანტებზე ჩამოვარდა საუბარი, მინდა გაგიზიაროთ სიტყვის აკადემიის შესახებ. ისინი ქვეყნისთვის არაერთ მნიშვნელოვან და საინტერესო პროექტებს უძღვებიან. ამ ზაფხულს გეგმავენ საზაფხულო ბანაკს კაჭრეთის ამბასადორში 9-დან 17 წლამდე ბავშვებისთვის. ბანაკის პროგრამა სპეციალურად შექმნილია ისე, რომ უცხოეთში მცხოვრებმა ქართველმა ბავშვებმა და მოზარდებმა შეძლონ მონაწილეობა. აქ ისინი დაუმეგობრდებიან თანატოლ ქართველებს და ამგვარად შეიძენენ ყველაზე ძლიერ და გაუწყვეტელ კავშირს საკუთარ სამშობლოსთან. ემიგრანტებისთვის კი მოქმედებს სპეციალური პირობა. დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოს აღწერაში. როცა მე უდარდელად ვტკბებოდი ჩვენებურებთან ყოფნი, ზუსტად ამ დროს ჩვენი სასტუმროს მენეჯმენტმა დღის 2 საათის ნაცვლად ელექტრონული გასაღები ღამის 2-ზე გათიშა. ამ დროს ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი და სტოკჰოლმის მეტროს ვიღებდი. ხო, სტოკჰოლმის მეტრო აუცილებლად იმსახურებს ცალკე აღნიშვნას. ეს არის უზარმაზარი მრავალდონიანი კომპლექსი, რომლის რთულ სტრუქტურაში გარკვევამდე ჩემსავით არაერთხელ დაიკარგებით. მაგრამ ნახეთ ყველაფერი რა შთამბეჭდავია და ამყევით თქვენს. თითქოს ყველაფერი კარგად არის,
თბილი სახლი გელოდებათ და ღამით გარეთ დაძინება არ მოგიწევთ. ახლა დავბრუნდით სასტუმროში და ჩვენი კარი არის გაკეთებული ისე რომ გაიხსნას Bluetooth-ით სპეციალური აპლიკაციით და აღმოჩნდა რომ თურმე ამ აპლიკაციის გასაღებს ვადა გაუვიდა 2 საათის უკან და ჩვენ არ შეგვიძლია შევიდეთ ჩვენ სახლში. ეს სახლში კი არა ელემენტარული ვერ შევდიოდით სადარბაზოში. გაგვიმართლა რომ ვიღაც სვავდა ადგილობრივი გარეთ იყო და იმან გაგვიხსნა. აქ თბილა ანუ არცივა გათბობა არის გაკეთებული, მაგრამ სახლში შესვლას ვერ ვახერხებთ. ვცდილობთ დაუკავშირდეთ საფორცს. ასეთი რაღაც არასდროს არ მომსვლია. რეალურად ჩეკაუთი გვაქვს ხვალ-დილით 10 საათზე. და ვერ შევდივართ ელემენტარული სახლში, იმიტომ რომ ვადა გავიდა ამ რაღაც სულელურ გასაღებს. მოკლედ გუშინ არაფერი არ გამოგვივიდა. ვიყავით დაახლოებით დილის 7 საათამდე ასე სადარბაზოში. კიდევ კაი რომ აქ სადარბაზოები თბება. გათბობები აქვს დაყენებული, მაგრამ ანუ ისი არ თბილა, მაგრამ არც ისეცი ვარ როგორც გარეთ. ველოდებოდით იქ. 6-ის მერე შედგა კომუნიკაცია ჩვენსა და ჰოსტ შორის და ასეთი რაღაც გითხრა რომ ცხოვრებაში პირველად დაგვემართა მსგავსი რამეო, ათასობით მსგავსი გასაღები გვაქვს გაცემულიო, მაგრამ ასეთი ამბავი არასდროს არ დაგმართნიაო და ახსნა იმით რომ ეს ოპერატორები, ვისაც მიწერ, ყავს აყვანილი აუთსორსზე, რომლებიც მუშაობენ ფილიპინებში და დროში დამთხოვა იყო შეუძლებელი, როდესაც თქვენ გწერდითო, იმათ სავარაუდოდ მაშინ ეძინებოდათ. მოკლედ ბოდიში მოიხადა, მე ვუთხარი რომ ანუ სერიოზული ზარალი იყო ეს ჩვენთვის, იმიტომ რომ ვერ გამოვიძინეთ. დღეს მთელი დღე გზაში უნდა ვიყოთ, დაახლოებით 500 კილომეტრი გვექნება გასავლელი და ვუთხარი რომ ანუ ეს ჩვენი ბრალი არ იყო, თქვენ გამომოხდა და შეგვექნა ეს დისკომფორტი, შესაბამისად გვინდა რომ სულ მცირე ამ ღამის თანხა უკან დაგვიბრუნოთ. რაზეც მოგწერა რომ კი ბატონო, არ გვინდა კამათი და ცუდი რევიუების დაწერა, დაბრუნებით აუცილებლად დაგიბრუნებთო და Airbnb-ზე აისახა რომ დააბრუნა. რამდენ ხანში დაждდება, მაგას დიდად მნიშვნელობა არც აქვს, მაგრამ ესეთი ამბავი მოხდა. ზოგადად, აქვე იმასაც გეტყვით, რომ ამათ თვითონ შვედებს ცოტა ისეთი ხასიათი აქვთ კაცებს, არ არიან მტკიცეები, როგორც კი გადადიხარ ისეთ საუბარზე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტი, თუნდაც ელემენტარული ხმის აწევა, რაღაცნაირად ისე არიან, რომ ყველაფრის ფასად მზად არიან აარიდონ თავი ამ დაძაბულობას. ეს ძალიან არ უყვართ და ისე გამოდის, რომ ასე მარტივად მობენ ყველაფერს. არ ვიცი, ანუ ყველა მე რაც შევატყე, ალბათ რაც ჩამოვედი აქ, ყველაფერს გააკეთებენ იმისგან, რომ კონფლიქტს თავი აარიდონ, ალბათ რა, ანუ კონფლიქტური ხალხი არ არის. ხო, კეთილები არიან, კი. კონფლიქტური ხალხი არა, ნაკლებად. ზოგადად ახლა სტოკჰოლმი ისეთი ქალაქია, რომ შეიძლება ქალაქში რომ გახვიდე შვედს ისე აი 10-დან 3 კაცი შეხვდა შვედი. მაგრამ თვითონ შვედები ძალიან თბილი ხალხია და კონფლიქტურები არ არიან საერთოდ. ძალიან გაგიჭირდება, აი იმენ ძალიან გაგიჭირდება, რომ შეხვდე რომ იმენა შვედები ჩხუბობენ ერთმანეთში. და არ გაგიჭირდება რომ ნახო სხვა ხალხი ერთმანეთში ჩხუბობს. ნუ მაგალითად ყოფილა, ნუ მე არ გადავხვდა, მაგრამ ჩემი მეგობრებს გადავხვდა, რომლებიც ბარში ყოფილან და რაღაც მხრივ შეიძლება ის იყოს სწორი, ეს იყოს სწორი, მაგრამ ნუ არ აქვს მნიშვნელობა, როცა უკვე მიდის საქმე იქამდე, რომ შეიძლება რაღაც მოხდეს, თმობს რა, ერთი მხარე უეჭველი თმობს. და ეგ მხარე ალბათ ყოველთვის შვედია რა. მოკლედ ასეთი ღამე გამოდგა და იმედი მაქვს რომ შემდეგი დღეები დაბალანსდება და იქნება უკვე პრინციპში არც ეს არ იყო ცუდი გამოცდილება, ანუ სასიამოვნო არ იყო, მაგრამ ეს არის რა თავგადასავალი არის და ეს არის მოგზაურობა, ხან ამოგივა, ხან რა მოგივა. ამასაც აქვს თავის ხიბლი, ასე ვიტყოდი. უბრალოდ ხო აი ერთი ის არის რომ დროში დაგწია ძალიან უკან. ახლა წვიმს შვედეთში, სტოკჰოლმში, ეს არის ჩვენი ბოლო დღე და გავდივართ დედაქალაქიდან. სანამ სტოკჰოლმს დავტოვებ და ჩვენი ნამდვილი მოგზაურობა დაიწყება, მინდა გაჩვენოთ როგორი აპარტამენტი შეგიძლიათ იგირავოთ სტოკჰოლმის ცენტრში და ასევე როგორ არის მოწყობილი ზოგადად შვედური სახლები. ხსნით. მოვდივართ აქ.
სადაც რომ კარგად გავიგოთ როგორ არის მოწყობილი შვედური სამეზობლო, უნდა ვიცოდეთ რომ თითქმის ყოველი კორპუსის წინ ან უკან არის ასეთი პატარა გამწვანებები. Ყველა კორპუსს აქვს აი ასეთი პატარა მინიეზო, რომელიც მაქსიმალურად გამწვანებული არის, რამდენადაც შესაძლებელი არის. აქ ხედავთ ყვავილებსაც და რა თქმა უნდა შვედეთისთვის და სტოკჰოლმისთვის დამახასიათებელი ველოსიპედების ფარეხი, აი ესეთი სამეზობლო, ასეთი სივრცე. როგორც იქნა დადგა ის დღე, როდესაც სტოკჰოლმს დავტოვებ და სიმართლე რომ გითხრათ, ბედნიერი ვარ, იმიტომ რომ არ მომეწონა ადგილობრივებთან კომუნიკაცია არც ცენტრში, არც გარეუბნებში. დანარჩენს ამის შესახებ რატომ ვამბობ ვიდეოში თანდათან გაიგებთ. ახლა უკვე როდესაც იწყება ჩვენი ნამდვილი საგზაო თავგადასავალი და მოგზაურობა, ვიყავით მაღაზიაში, ვიყიდებ პროდუქტები და გაჩვენებთ რა ვიყიდე გზისთვის, რა ვიყიდე დაახლოებით 2 დღე რომ მეყოს, შემდეგ სხვაგან კიდე ვიშოპინგებ. და გეტყვით ეს ყველაფერი რა დაჭდა. დავიწყოთ. დორიტოსი 3 ცალი, ანუ 3 ვართ მოგზაურობაში და შესაბამისად ყველაფერი ასე არის გატყვი. 3 ცალი დორიტოსი. ესენი რამდენი ვიყიდეთ? ცოტა მეტია, ხო? 6 ცალი სწრაფმომზადების სუპი. ყავა 4 ცალი Red Bull. ნამცხვარი 4 ცალი იოგურტი. ახლა აქ რა გვაქვს? ური, ლორი, ყველი, მიწისთხილი, ეს გზაში მაგრად მეხმარება ხოლმე. ბანანი. ეს რაღაც ტკბილ-მარილიანი უცნაური ტკბილეულობა. ვაშლი დაახლოებით 1 კილო. ჰამბურგერის პურები. 2, უпроსტად ეს არის რა ქვია? ეს არის გაზიანი სასმელი და არის სხვადასხვა გემოვიანი, ანუ ესეთები საქართველოში იყიდება კონკრეტულად ასეთი არა, მაგრამ მსგავსი ტიპის. წყალი მაღაზიებში აქვს სხვათა შორის დიდი არჩევანი არ არის და გეტყვით რატომ აბსოლუტურად ყველა სახლში ონკანიდან მოდის სასმელი წყალი, ამიტომ დიდად აქ არ ყიდულობენ. კოკა-კოლა 9 ლიტრიანები 1 შეკვრა. პესტო. სხვათა შორის ეს ყურძენი დაახლოებით 188 კრონაა და გამოდის სადღაცა თუ არ ვცდები 20-25 ლარი სადღაც ეგრე. ადგილობრივი მაღაზიის ჩიპსი, ყველი, ზესუმზირა, ძეხვი და ამით ხო მორჩა. ეს ყველაფერი დაჭდა 1293 შვედური კრონა, დაახლოებით არის 360-370 ლარი. სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი აზრით ეს რაც ახლა შევიძინეთ, ისედაც ზოგი აქედან ყველგან ძვირი ღირს, საქართველოში იქნები, შვედეთში იქნები თუ ამერიკაში, მაგრამ თლიანობაში ჩვენთან საქართველოში არ არის მაინც და მაინც იაფი პროდუქტი. მე ვიტყოდი რომ საკმაოდ გაძვირებული არის. და როდესაც უცხოელები წერდნენ რომ აი შვედეთში ძვირია, ის არის, ეს არის, ვიცოდი რომ ჩვენი ფასიდან გამომდინარე არც ისეთ სიძვირე დამხვდებოდა, როგორსაც ველოდი. და ამას უბრალოდ ის უნდა დაუმატოთ, რომ ადგილობრივებს მაღალი ხელფასები აქვს და იმათთვის შეიძლება ეს ფასები არც ისე პრობლემური არის. თუმცა, აი მთლიანობაში, ხო, ზოგადად რომ შევხედოთ, საქართველოსთან შედარებით მაინც ძვირი არის. არის პროდუქტები, რაც უფრო იაფია, არის რაც ზუსტად იგივე ღირს და არის რაც გაცილებით ძვირია. ახლა კი იწყება ყველაზე მთავარი. წავედით ჩვენ დიდ მოგზაურობაში.
ვისაც ახალი აღებული გაქვთ მართვის მოწმობა, ან გეშინიათ რომ ქალაქში დაჯდეთ, იცოდეთ რომ შვედეთი, ნებისმიერი ქალაქი, მათ შორის სტოკჰოლმი, არის თქვენთვის ზედგამოჭრილი. იმიტომ რომ აქ არ არის მიღებული მაგალითად დასიგნალება. აკრძალული არ არის, მაგრამ უბრალოდ არ უყვართ ასეთი რაღაცეები. ფიქრობენ რომ ეს ბრძოლს უფრო აბნევს და მართვის კერდა საგზაო მოძრაობა უფრო ქაოსური ხდება ამის შემდეგ. ასევე, როდესაც მიდიხართ ხო გზაზე და არის წყვეტილი, მაგრამ დაწესებული არის სიჩქარის ლიმიტი 80. არც კამერა არის არაფერი. 99%-ის შემთხვევაში არავინ არ გადაგასწრებთ. მაგის შანსი არ არის. აი ესე ჩადგებიან რიგებად, კოლონებად, მაგრამ გამსწრები არავინ არ არის. სტოკჰოლმიდან როდესაც გამოხვალთ, პირველი რაც თვალში მოხვდებათ, ეს არის თხის პირას გავლებული არის ღობე. ეს ღობე ფაქტობრივად არ წყდება, რომ გადიხარ სტოკჰოლმიდან, მიდიხარ ჩრდილოეთში და ღობეც მოყვება. ნუ ეს გაკეთებული არის იმისთვის, რომ ტყიდან ცხოველი არ გადმოხდეს. აქ ახლა ძირითადად ლოსებზე არის საუბარი. უბრალოდ წარმოიდგინეთ ამის გაკეთებას რა ფინანსები სჭირდება, რომ რამდენიმე 1000 კილომეტრზე იყოს ასეთი უწყვეტი ღობე. ასევე რაც მომეწონა მე პირადად, ხო, როდესაც გზებზე მიდიხართ, ყოველ რამდენიმე კილომეტრზე შეგვხვდებათ სპეციალური გასაჩერებელი სივრცე, რომ ან დაისვენოთ, ან მანქანას თუ რამე ჭირს გააჩეროთ, შეამოწმოთ და ასე შემდეგ. ესეც ჩემი აზრით მგზავრობის ხარისხს მაღლაცევს. ის ლაგომი, რაზეც ჩვენ ასე ხშირად საუბრობთ, რა თქმა უნდა, რომ ავტომობილების თემაში შენარჩუნებულია. ამათ დიდად არ უყვართ ბაკი-ბუქი, მე ეს მანქანა მყავს, იმას ის მანქანა ყავს, ის ძველია, ის ახალია და ასე შემდეგ. ელემენტარული, ასეთ საუბარშიც კი არავინ აყვევათ. შვედების შემოსავლებიდან გამომდინარე, მე რასაც ვუყურებ, საკმაოდ საშუალო დონის მანქანები ყავთ. ამათთვის მთავარი არის, რომ A პუნქტიდან B პუნქტამდე მიხვიდე უსაფრთხოდ. წარმოიდგინეთ ახლა ჩვენ ქართველებს რომ გქონდეს შვედების შემოსავლები, რა მანქანებით ვივლიდით. მაგრამ აქ ხო არა. ძირითადად Volvo მოსწონთ, რომელიც ყველაზე ხშირად ხდება. ეს Volvo არის შვედური, ვინც არ იცით და გეტყვით იმას, რომ სახელმწიფო ახალისებს Volvo-ს გაყიდვას, ანუ გადასახადებს უმცირებ და ცდილობს შესყიდვები გაამარტივოს. და სხვათა შორის, მეგობრებო, შვედეთში რომ მანქანა ატარო, არ არის აუცილებელი სრულწლოვანი იყო და მართვის მოწმობა გქონდეს. ბავშვების შემთხვევაში როგორ ხდება, ნახეთ, უკან მანქანას აკვრია წითელი სამკუთხედი, მას აქვს მხოლოდ პირველი, მეორე სიჩქარე, დადის ნელა, მაგრამ როდესაც შენ ხედავ რომ წითელი სამკუთხედი არის, ეს ნიშნავს რომ ბავშვი ზის იმ მანქანაში, რომელსაც ჯერ არ აქვს მართვის მოწმობა. ჩემი პირველი გაჩერება სტოკჰოლმთან ახლოს მდებარე ბუნების წიაღში ჩაფლული პატარა ქალაქი უფსალა იყო. ზოგჯერ უფსულას ვეძახდი, ამიტომ არ გაგიკვირდეთ. უფსალა ის ადგილია, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ თუ კი შვედეთში მოხვდებით. უფსალადან მოყოლებული დააკვირდით. განათლებას რამხელა მნიშვნელობას ანიჭებენ შვედები. აქ თითქოს ყველა პატარა ქალაქი უნივერსიტეტის ირგვლივ შენდება, სასწავლებლის ცხოვრებით ცხოვრობს. ყველაფერი კეთდება განათლების მისაღებად, შესაბამისი პირობების შესაქმნელად. კომფორტი, მყუდრო გარემო, არანაირი ხელისშემშელი ფაქტორი. შენ გაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ კონცენტრირდე ცოდნის მიღებაზე. ეს ქალაქი სტოკჰოლმს სერიოზულ კონკურენციას უწევდა და მიიჩნეოდა, რომ ქვეყანაში იყო მეორე. მაგრამ დროთა განმავლობაში ამ სტატუსს სამუდამოდ დაემშვიდობა. სამაგიეროდ რჩება ისევ და ისევ მიმართულებები, სადაც უფსულა ინარჩუნებს პირველობას. ამ შემთხვევაში ეს არის განათლების და მეცნიერების ნომერ პირველი კერა მთელ შვედეთში. ქალაქის ცენტრალურ ნაწილს თუ არ ჩავთვლით, არის ძალიან მშვიდი. ყველაფერი ირგვლივ არის სუბუნება და თან როგორი ბუნება, იცით, თან ტყის ცოტა ველურიც. იმიტომ რომ ახლა მე ვიღებ უნივერსიტეტს, ერთ-ერთ ყველაზე თანამედროვე უნივერსიტეტს უფსალაში და გარემო შექმნილი არის, ნახეთ, გაჩვენებთ პირდაპირ. ხედავთ? კურდღელი, ჩიტები. აი ასე არის ნაზიარები. აი ასე მაღალტექნოლოგიური უნივერსიტეტი ჩაფლული არის ბუნებაში. ასეთი რაღაც მართლა იშვიათი არის. უფსულას მოსახლეობის დაახლოებით 30% შეადგენს სტუდენტებს და ასპირანტებს. მთელი ქალაქი სავსე არის სტუდენტური საცხოვრებლებით და თან როგორი იცით, ზოგი თანამედროვე არის, ზოგი უფრო კლასიკური არის, ზოგი უფრო ქალაქის იერში ჯდება და ასე შემდეგ. მე პირადად უფსულა ძალიან მომეწონა და ახლა გეტყვით რა. ანუ როგორ არის უშუალოდ ქალაქის კონცეფცია მოწყობილი. ბუნებაში გაშენებული არის ვაკეზე ქალაქი. შიგნით არის უნივერსიტეტები, კვლევითი ცენტრები, კამპუსები, საცხოვრებლები, ბიბლიოთეკები და ასე შემდეგ.
ქალაქ გარეთ, ანუ ამას ქალაქი კი ქვია, მაგრამ არ არის რეალურად დიდი, ხო და ამ ქალაქ გარეთ აი ასე გარშემო, ხო, გაკეთებული არის სხვადასხვა გასართობი ცენტრები, სავაჭრო ცენტრები, კვებითი ობიექტები და ასე შემდეგ. სტუდენტების ძალიან დიდი ნაწილი, რომელიც აქ ცხოვრობს და სწავლობს, იქ გადიან და შემდეგ მუშაობენ. ანუ აქვთ სტუდენტური ანაზღაურება და ხო აქ სტუდენტურ ანაზღაურებას რაც შეეხება, რა თქმა უნდა, რომ საქართველოსთან შედარებით გაცილებით მაღალი არის. შესაბამისად, ეს მთელი სისტემა ისე არის მოწყობილი, რომ დღისით როცა სწავლობ, მე საღამოს როდესაც დაამთავრებ მეცადინეობას, საშუალება გეძლევა, რომ გახვიდე, იმუშავო და ის დრო, რაც გაქვს დარჩენილი, შეგიძლია მოახმარო უკვე საკუთარი შემოსავლის გამომუშავებას. ჩვენთან საქართველოში რომელიმე უნივერსიტეტის პარკინგი რომ ნახოთ, სავსე იქნება სხვადასხვანაირი მანქანებით. აქ პირიქით ეს ფილოსოფია მუშაობს საწინააღმდეგოდ. ცდილობენ მოსწავლეც, სტუდენტიც, ლექტორიც, პროფესორიც, მსხვილი ბიზნესმენიც ცდილობენ რომ ისარგებლონ ველოსიპედით მაგალითად და აქ აი სტოკჰოლმში ხო იგრძნობოდა ეს და უფსალაში კიდე იგრძნობა ორმაგად. ნებისმიერი ქუჩა რომ ავიღოთ, აი ნებისმიერი შემთხვევით ქუჩა რომ ავიღოთ, მანქანაზე მეტი მოძრაობს ველოსიპედი. როგორ სიტუაცია არის, იცით, სადაც მე ახლა ვიმყოფებ? აქედან 400 კილომეტრში არის ჩემი შემდეგი სასტუმრო. ღამეა. ნუ აქ კი გეგონებათ მზე არის ამოსული, მაგრამ სინამდვილეში 8 საათი არის. მაგრამ ისეთი გარემო არის, პატარა მოვლილი სუფთა კოხტა სახლები, თავის ეზოებით, გამწვანებებით, ბუჩქებით და ეს როგორც უკვე გითხარით, უფსალა აშენებული არის ბუნებაში, ბუნების წიაღში. ჩვეულებრივად აქ დადიან ცხოველებიც ქუჩებზე. შეიძლება ირემი გამოჩნდეს, ნუ კურდღლები და რაღაცები აღარავის აღარ უყვირს, მაგრამ აი უბრალოდ რომ დააკვირდეთ ქუჩებს როგორ არის მოწყობილი, ხო? აი მოვაბრუნებ ახლა კამერას, შეხედეთ ნებისმიერ სახლს. ნახეთ? მოვლილი სუფთა. შევხედოთ ახლა აი ამ სახლს. ნახეთ? ესეც იგივენაირად. გამწვანებული აუცილებლად, ყველაფერი დასუფთავებული. ანუ ასე შემიძლია უსასრულოდ ვიარო ამ ქუჩებში. თან ნახეთ, ანუ მარტო ვარ. კი, სტუდენტების ქალაქი არის, წესხმაურიანი უნდა იყოს, მაგრამ აქ ხმაური ცოტა რთული წარმოსადგენი არის. კაციშვილი არ არის ქუჩაზე. მაქსიმუმ ველოსიპედები შეგვხვდეს ხოლმე. კი, ძალიან სწორად მოგესმათ, ჩემი შემდეგი სასტუმრო უფსალადან 400 კილომეტრში მდებარეობდა. ამიტომ რაც შეიძლება მალე უნდა წავსულიყავით იქ. აქ ბევრ მონაკვეთზე 80 კმ/სთ-ზე მეტით მაინც ვერივლი. მე კი ისე ვიზამ, თითქოს ძალიან არ მეზარება ვოლვოთი 80 კმ-ზე სწრაფად ვერ ვიარო უკაცრიელ ტრასებზე. ამიტომ შვედური გზების ესთეტიკა შემოგთავაზებთ და იმაზე, რასაც ახლა გიყვებოდით, აზრს ცოტა ხანში დავამთავრებ. ღამის 10:30 არის და აქ ნახეთ რა ხდება. გუშინ მოგითხარით რომ რაც უფრო ჩრდილოეთით წავიდოდით, მით უფრო მზე გვიან ჩავა. ხოდა საოცრებაა რა. რამდენჯერ ვიფიქრე, აღარ გადავიღებ, მე იმდენჯერ თავიდან გადავიღებ. მაგარია. ახლა გაჩვენებთ, რატომ მიყვარს სასტუმროს აღება Airbnb-ზე და არა Booking-ზე. იმიტომ რომ Airbnb-ზე როდესაც იღებთ, ყოველთვის იქნება რაღაც განსაკუთრებული და სპეციფიკური. ოღონდ ნუ თქვენც უნდა ასეთი დაძებნოთ. ეს არის ამბინის უკანა ხედი. ახლა მოდით შიგნით შევიდეთ და დავათვალიეროთ, როგორი იქნება ჩვენი აპარტამენტები. პირველი საძინებელი, 2 ადგილიანი, თავარი ოთახი, ისევ 2 ადგილიანი საწოლი. შემდეგ მოდის იქით კუთხეში 1 საწოლი, ასეთ ლამაზი და მყუდრო გარემო, პატარა სამზარეულო. აქ გვექნება 1 დივანი, სადაც შეგვიძლია ტელევიზორს უყუროთ და რაც მთავარი არის, მეგობრებო, ახლა არის, ანუ ამ სასტუმროს ერთ-ერთი მთავარი მუღამი, ბოდიში ამ სიტყვისთვის არის ასეთი რაღაც. ახლა არის, ესე იგი 12 უკლია 20 წუთი. ღამის 12 უკლია 20 წუთი და ნახეთ, ეს იქნება ჩვენი ხედი. მე მგონი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული
აპარტამენტი არის, რაც ავიღეთ. და ხო, აი ასევე თქვენ ხედავთ რუკას და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც მოდის, რომელი ქვეყნიდანაც აქ მოდის, რუკაზე ტოვებს იმ ქვეყნის იმ ნიშნულს, საიდანაც არის. ჩვენ ვიქნებით პირველები საქართველოსდან, შესაბამისად, პატივი გვერგო და ჩვენ დავტოვებთ ნიშანს, რომ ამ სასტუმროში იყვნენ საქართველოსდან. ერთ რაღაცაზე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო. უდავოდ შვედეთი ერთ-ერთი ულამაზესი ქვეყანაა თავის ბუნებით. ზოგადად თუ დაუკვირდებით, სკანდინავიის და ჩრდილოეთის ქვეყნები ამ მხრივ ერთმანეთს გვანან. აქ არის უამრავი ტბა, მდინარე, ნაძვნარი, ფიჭვნარი, ფიორდები, კლდეები და ასე შემდეგ და ეს ყოველთვის ლამაზი არის. მიუხედავად ამისა, რთულია საქართველოსდან ჩასული ადამიანი ბუნებით გააოცო. მით უმეტეს მე მგონია, რომ შვედური ბუნება ჩვენთან უფრო ახლოს არის, განსხვავებით ნორვეგიულისა. მეცაც გეტყვით, ისევ და ისევ ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ჩემი აზრით ბუნება უფრო მრავალფეროვანია. დიდი ამბავი ახლა თუ ლოსიარდარბის ჩვენთან ტყეებში, მაგრამ აქ უფრო ლამაზია ყველაფერი და გეტყვით, საიდან გამომდინარე ვფიქრობ ასე. შენ შეიძლება სამყაროში ყველაზე ლამაზ ქვეყანაში ცხოვრობდე, მაგრამ თუ ადამიანისა და ბუნების სწორი ინტეგრაცია არ ხდება, ნულია ამ ქვეყნის სილამაზის ფასი. აქ კერძო საკუთრებას უვლიან როგორც ოჯახის წევრს. არ უყურებენ ასე, რომ ცხოვრობ და ეგაა რა. არა, აქ ცხოვრობს იმიტომ, რომ სიამოვნება მიიღოს და თავისი სახლის მოვლით პირველ რიგში პატივისცეს საკუთარ თავს. გულახდილად გეუბნებით, საქართველოში გვაქვს სოფლები და დასახლებები, რომლებიც ამაზე არანაკლებ ლამაზი კი არა, უფრო ლამაზიც არის. მაგრამ კი იცით რა მდგომარეობაშია, მიტოვებული, მიგდებული, ბარდმა და ეკალმა რომ გადაუარა და ასე შემდეგ და არავინ თქვას, რომ იქ ხალხი არ ცხოვრობს და ამიტომ ხდებაო. სადაც ხალხი ცხოვრობს, იქაც პლუს-მინუს იგივე სიტუაცია არის. არადა რომ უყურებ ამ სახლებს, ელემენტარულ საბაზისო მოვლაზეა საუბარი. გარე ფასადი შეღებილი, სახურავი გადაღებილი და წინ ეზო მოვლილი და დასუფთავებული. თან კიდე რა არის, იცით რომ ჩვენთან ადრე ხომ გახსოვთ როგორ სახლებს აშენებდნენ? უნდა ყოფილიყო დიდი, შეიძლება 10 ოთახიანი, მერე ამ ოთახებს ვერ ითვისებდნენ. შეყრიან რაღაც ნივთებს გამოკეტავენ და არანაირი დანიშნულება არ აქვს და რაც უფრო დიდია სახლი, მით უფრო ძვირი ჯდება მისი შენახვა. ხო ასეა. აქ პირიქით ეს ლაგომის პრინციპი, რაზეც სულ საუბრობთ, როცა შვედებს ვახსენებთ, აქაც დაცული არის. შენ უნდა გქონდეს იმხელა კერა, რომელიც თავს გაგრძნობინებს კომფორტულად და მყუდროდ. არც მაგაზე დიდი, არც მაგაზე ნაკლები. ვფიქრობ, რომ რაღაცებზე დაფიქრება აქაც ღირს. შვედურ ქალაქებს აქვს ერთი თავისებურება. თქვენ შეგიძლიათ ჩამოხვიდეთ აქ და თავი აპოკალიფსურ ფილმში იგრძნოთ, იმიტომ რომ შუა დღის შემდეგ ქალაქები ცარიელდება. ხალხი ქრება, მოძრაობა მინიმალურ დონემდე ჩამოდის, მაღაზიები ხუთის მერე იკეტება, რესტორნები სამზარეულოებს ხურავენ, თუ გაგიმართლათ შეიძლება მხოლოდ ალკოჰოლს მიუსროთ. სამაგიეროდ ისევ და ისევ არ იცვლება მხოლოდ ერთი რამ. ქალაქი, რომელსაც თქვენ ჩემს უკან ხედავთ, ესტერსუნდი, ეს არის დაახლოებით ცენტრალური შვედეთი. საერთოდ არ იგრძნობა აქ დიდი ქალაქის ვაიბი. მაგრამ ასეთი შედარება რომ გავაკეთოთ, ეს არის შვედეთი შვედეთში. ჩუმი, წარმატებული, თავდაჯერებული და მდიდარი. სხვათა შორის, მიუხედავად იმისა, რომ ქალაქი აშენებული არის ტბებსა და ტყეებს შორის, ის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ ტექნოლოგიურად ითვლება. აქ მუნიციპალური ტრანსპორტი დადის ბიოგაზზე. აქ ასევე განსაკუთრებით აფასებენ ადგილობრივ პროდუქციას. განა იმპორტზეა საუბარი, არამედ უშუალოდ შვედეთის შიდა დონეზეც კი დიდად არიხიბლებიან. ამათ აქვს ასეთი კულტურა, რომ ესტერსუნდში რაც მოდის, აქ რაც მზადდება, აქ რაც კეთდება, ის მოიხმარონ. ასევე ესტერსუნდშიც, როგორც დანარჩენ შვედეთის პატარა ქალაქებშიც, რომელიც ჩვენ ვნახეთ, ცხოვრება ძირითადად იწყობა უნივერსიტეტისა და სკოლების ირგვლივ. ნებისმიერ პატარა ქალაქშიც კი აკადემიური ცხოვრება არის ის ცხოვრების სტილი, რომელსაც მოსახლეობა ანიჭებს უპირატესობას. ეს საინტერესო კონცეფცია არის, ამ ხალხის კულტურას ნაწილობრივ ესეც ახასიათებს. ზოგადად შვედეთში განათლება ფასდება უმაღლეს დონეზე. აქ შვედეთში ნებისმიერი სახის დანამატი უზომოდ პოპულარული არის. ნებისმიერ მაღაზიაში, როდესაც შედიხარ და მე ახლა აფთიაქებზე არ ვსაუბრობ, აი უშუალოდ მაღაზიებში მთელი დახლები არის, სადაც განთავსებული არის სხვადასხვა დანამატები, რომელიც ადამიანს ჭირდება. აი ისევ და ისევ დ-ვიტამინზე რომ ვისაუბროთ, ხო? იმდენად ძვირია ეს დანამატები მიუხედავად თავისი პოპულარობისა, რომ მაგალითად ქართველი ადამიანი, რომელიც შვედეთში მუშაობს და ცხოვრობს და უწევს საქართველოში რაღაც პერიოდით დაბრუნება, ურჩევნია ისევ საქართველოში იყიდოს და იქიდან აქ წამოიღოს, ვიდრე ადგილზე შეიძინოს. ჩვენ ქართველებს ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობიდან და კლიმატური პირობებიდან გამომდინარე, შეიძლება არ გვჭირდება იმდენი დანამატები, რამდენიც ამათ. მაგრამ უშუალოდ ჩემს საქმიანობაში სტუდენტები იქნება ეს, თუ უბრალოდ ადამიანები, ვინც სოციალურ ქსელებს ხშირად
კითხულობს, სხვადასხვა სიახლეებს ეცნობა, უამრავი ინფორმაციის გადამოწმება უწევს, უამრავი ინფორმაციის გადამუშავება უწევს. Brain Optimizer-ი შეიცავს ყველა იმ საჭირო ვიტამინს, რომელიც ჭირდება ჩვენს გონებას. პროდუქტის ლინკი იქნება აღწერაში, შეგიძლიათ შეიძინოთ საიტიდანაც ან მიბრძანდეთ თბილისში ვაჟა-ფშაველას 12-ში. შემდეგი ქალაქის უმიას მაგალითზე მინდა გაჩვენოთ ორი მნიშვნელოვანი თემა. შვედეთში სახელმწიფო რატომ აძლევს ყველა საცხოვრებლებს და შვედური აღზრდის თავისებურებებზე. სხვათა შორის უმიაშიც გაგიკვირდებათ და ქალაქის შუაგულში უზარმაზარი აკადემიური კომპლექსია გაშენებული. შვედეთი არის სუპერ დეცენტრალიზებული ქვეყანა. ის დაყოფილია კომუნებად და სულ არის თითქმის 300 კომუნა. როდესაც ადამიანები გადასახადებს იხდიან, მესამედი რჩება მათ კომუნაში. ანუ ყველა კომუნა საკმაოდ შეძლებულია. ეს ფინანსები ხმარდება ქალაქის მოწყობას, გზების გაყვანას, სწავლის დაფინანსებას, მომსახურების სფეროს და ასე შემდეგ. თან ეს კომუნები ცენტრალური ხელისუფლებისგან საკმაოდ დიდი ავტონომიით სარგებლობენ. აქ რომ მაგალითად რაღაცის გაკეთება გადაწყვიტონ, ძირითად შემთხვევებში, ხო, სტოკჰოლმისგან ნებართვა არ დასჭირდებათ. ახლა მე ვიმყოფები უმეაში, ეს არის შვედეთის ერთ-ერთი ჩრდილოეთ ქალაქი. ჩრდილოეთი როგორ, ანუ ცენტრალურ ზევით არის. და თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მე ვარ უმეას რაღაც გარეუბანში. რაც ასე არ არის. ეს გაშენება, რასაც თქვენ ჩემს უკან ხედავთ, არის შვედური ქალაქის ყველაზე ტიპური მოწყობა. სტოკჰოლმის გარეთ, ანუ სტოკჰოლმის გარეუბნებშიც კი სავსე არის ასეთი სახლები. ნუ აქ მოსწონთ, რომ იყოს სახლი, რაც შეიძლება კომპაქტური, პატარა, აი ახლა თქვენ ხედავთ 2 სართულიანებს და შედარებით დიდ 4, ალბათ 5 სართულიანებს კიდევ უკან. ხო და შვედებისთვის ეს არის ყველაზე გამოცდილი და წარმატებული პრაქტიკა. ამიტომ ახლა ცოტა ხანი მოდით ვისაუბროთ უძრავ ქონებაზე. მე რაც შვედეთში ჩამოვედი, ადგილობრივების მიმართ ჩამომიყალიბდა ორაზროვანი შეხედულებები. არის მომენტები, როდესაც მომწონს და არის მომენტები, როდესაც იმდენად არ მომწონს და იმდენად მაღიზიანებენ, რომ საერთოდ არ მინდა მეც შევიდე მათთან ზედმეტ კონტაქტში. თვითონ ასეთი ცივი ხასიათის მქონე ადამიანები არიან, მაგრამ ამის შესახებ ცოტა გვიან ვისაუბროთ. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ასეთი დამოკიდებულება აისახება უძრავი ქონების სექტორშიც. შვედეთში თქვენ შეგიძლიათ უძრავი ქონება მიიღოთ ორი გზით. პირველი ეს არის აუქციონის გზით. ანუ მაგალითად თქვენ გინდათ რომ სადღაც შეიძინოთ კონკრეტული ბინა და სხვასაც მეც მინდა რომ იგივე ბინა შევიძინოთ. იწყება აუქციონი, რაღაც ფასი დაწესდება, ვინც მეც შესთავაზებს გამყიდველს, ის მიიღებს ბინას. მაგრამ ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი. მას შემდეგ რაც თქვენ ფორმალურად მოიგეთ აუქციონი, შემდეგ არის ასეთი რაღაც რომ ადგილობრივებმა აი დაუშვათ კორპუსის მაცხოვრებლებმა უნდა მიიღონ საბოლოო გადაწყვეტილება თქვენთან შეხვედრისა და გასაუბრების შემდეგ, რამდენად ჩდებით მათ ღირებულებებში, რამდენად იზიარებთ მათ ფასეულობებს და ასე შემდეგ. თუ ჩათვლიან რომ ეს ადამიანი არ არის ჩვენთან ახლოს, ეს ადამიანი შეგვიქმნის ჩვენ მომავალში პრობლემებს, აუცილებლად უარს იტყვიან თქვენთან თანაცხოვრებაზე. ეს ფული რაც აუქციონზე იყო, უკან დაგიბრუნდებათ, მაგრამ ბინას ვერ მიიღებთ. სამაგიეროდ შეიძლება ისე მოხდეს, რომ მე მქონდეს შედარებით ცოტა ფული, მე წავაგო თქვენთან აუქციონში, მაგრამ მეზობლებმა ჩემთან გაისაუბრონ და თქვან რომ ეს კარგი ტიპია, ეს ჩდება ჩვენთან, იყოს იცხოვროს, არ არის პრობლემა. არის მეორე ვარიანტი. ადამიანი ან ოჯახი დგება კონკრეტული კომუნის საცხოვრებლის რიგში და მას გადაეცემა სახელმწიფოსგან ბინა. თუმცა ნახეთ როგორ მუშაობს ეს სისტემა. სტოკჰოლმში თქვენ შეიძლება ელოდოთ 5 წელიწადი, ან 5 წელიწადი იყოთ რიგში. და აქ სტოკჰოლმის გარეთ, მაგალითად უმეაში პირობითად შეიძლება 2-3 თვეში მიიღოთ ეს ბინა. თუმცა თქვენ ყიდულობთ არა უშუალოდ უძრავ ქონებას, არამედ მასში ცხოვრების უფლებას. რეალურად ეს უფასო არ არის. თქვენ მაინც იხდით ყოველთვე კონკრეტულ თანხას. რა თქმა უნდა, რომ ეს საბაზრო ღირებულებაზე ბევრად ნაკლები არის, ხო? მაგალითად, როდესაც ბინა ქირავდება 1500 ევროთ და თქვენ სახელმწიფომ გადმოგცათ თავის საცხოვრებელი, შეიძლება გადაიხადოთ თვეში 800 euро. და წარმოიდგინეთ ოჯახში, როდესაც 5-4 ადამიანი მუშაობს და თითოს მინიმუმ 3000 euro აქვს შემოსავალი, რა თქმა უნდა, რომ ამ თანხის გადახდას ისინი მარტივად შეძლებენ. თან საუბარი არის კომფორტულ მყუდრო ბინაზე. სახელმწიფო საკითხს უყურებს შემდეგნაირად, რომ მისი ყველა საზოგადოებრივი ფენა უნდა დაკმაყოფილებული იყოს საცხოვრებელი სახლით და კომფორტში ცხოვრობდეს. როდესაც ეს ბინა გადმოგეცემათ, თქვენ მას ვერ გაყიდით, ვერც გააქირავებთ. იცხოვრებთ ზუსტად იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. შეიძლება 10 თაობა გაიზარდოს იმ სახლში, მაგრამ ის საბოლოოდ რჩება სახელმწიფოსი. შვედურ საზოგადოებაში რიგის პატივისცემა აყვანილი არის უმაღლეს დონეზე. მეჩქარება ძმა გამატარე უცებ გავალ და აი ძმაკაცი დამიჭრეს და სანტავი კი სჭირდება და უნდა გაუტანო, ასეთი რაღაცეები არ მოქმედებს. ყველაზე ელემენტარულ მაგალითს გეტყვით. საპირფარეშოს რიგშიც 5-6 წლის ბავშვები ვალდებული არიან, რომ ეს რიგი მთლიანად დაიცვან.
და საკითხს უყურებენ შემდეგნაირად, რომ ბავშვიც ამ საზოგადოების სრულფასოვანი წევრი არის, არც დიდს და არც პატარას არ აქვს არანაირი პრივილეგიები. ყველანი ერთმანეთის თანასწორები ვართ. და რადგან ბავშვები ვახსენეთ, მოდი ვისაუბროთ შვედების ერთ პატარა თავისებურებაზე. ბავშვები მუშაობენ კაფეებში, რესტორნებში, სპორტდარბაზებში, ბიბლიოთეკებში და ასე შემდეგ. მიზანი არის ის, რომ ადამიანმა პატარა ასაკიდანვე იცოდეს, რას ნიშნავს შრომა, პატივისცეს სხვა პროფესიებს და წარმოდგენა ჰქონდეს, როგორ არის მოწყობილი უფროსი თაობის რუტინა. და რაც ყველაზე მთავარია, ეს ქმნის პოლიტიკურ ჰორიზონტალს, იმიტომ რომ ქალაქის მერი შეიძლება გახდეს ადამიანი, რომელიც ბავშვობაში რაღაც პერიოდი ეზოებს ალაგებდა. მან კარგად იცის თვითონ უშუალოდ სპეციფიკა, უბნებში რა სიტუაციაა და ასე შემდეგ. ანუ ზემოდან მოყვანილი და დასმული აქ არავინ არ იქნება. ახლა სადაც ვიმყოფები არის აკადემიური უზარმაზარი ცენტრი. წესით ხომ არ უნდა მიკვირდეს, იმიტომ რომ გუშინ უფსალაში ვიმყოფებოდი და იქ თვითონ უშუალოდ ქალაქი არის ასეთი დანიშნულების, მაგრამ ეს არის რაღაცნაირად ერთ სისტემაში მოყვანილი, ერთი დიდი ორგანიზმი. ხო და ცოდნით არის გაჟღენთილი აქაურობა. რაღაცნაირად შენობები გეუბნებიან, აბა, შენ ბოლოს რა წაიკითხე, რით გაგვაოცებ და რით უნდა გააოცო, როცა ბოლოს რაც წაიკითხე, იყო TikTok-ში, როცა შეხვდა ორი სრულად გაურკვეველი ადამიანის ჩხუბი გინება და წყევლა, იმ ვიდეოს კომენტარები. ეს პატარა ქალაქი ყოველთვის ითვლებოდა მეტალურგიის ცენტრად და საპორტო ქალაქად, მაგრამ რაც დრო გადის, ხდება უფრო და უფრო ციფრული. ანუ მიმდინარეობს ქალაქის გაციფრულება ამ სიტყვის პირდაპირ მნიშვნელობით. ჩემს უკან ახლა თქვენ ხედავთ Facebook-ის მონაცემთა ცენტრს, რომ დავფიქრდეთ, სად არის ეს ქალაქი, ხო, სადღაც გადაკარგულ ჩრდილოეთში. აი ასე შვედები ცდილობენ არასდროს ჩამორჩენ ტექნოლოგიურ ტენდენციებს. ეს კი ამის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითია. როგორც უკვე გითხარით, ჩვენ ჩრდილოეთ შვედეთში ვიმყოფებით. ამიტომ ახლა მოემზადეთ, რადგან გეზი გვაქვს შვედეთის ყველაზე ჩრდილო პოლარული ქალაქისკენ, კირუნასკენ. დააკვირდით, როგორ იცვლება პეიზაჟები. მაისი თითქოს იანვრად გარდაიქმნა. როგორც იქნა სასტუმრომდე მივახციეთ, თქვენ დაიმახსოვრეთ ეს გარემო, დაელოდეთ ცოტა ხანი და მე კი მანამდე კიდევ ერთ საინტერესო რაღაცაზე უნდა მოგიყვეთ. ეს ის სახლია, რომელზეც სურათებში ვამბობდი, რომ წესით ყველაზე ლამაზი და მყუდრო უნდა იყოს. თქო, გარემო საკმაოდ მყუდრო არის. ტყეში ვართ, მოგვიანებით დრონის კადრებსაც გაჩვენებთ, ახლა კი შევიხედოთ აქ რა ხდება. ეს არის ორი საძინებელი ჩვენს აუდიტორიას, აი ესეთი, ხომ გითხარით, პირდაპირ ტყეში ვართ. ეს იქნება ძირითადი ოთახი, რომელიც მართლა მყუდრო და მართლა ლამაზი არის. აქ გაიშლება ერთი საწოლი, გვაქვს ტელევიზორი, სწრაფი ინტერნეტი, პატარა სამზარეულო, მაგრამ მე მგონი რომ ყველაფრით აღჭურვილი არის და ესეც ნახეთ შეშის ღუმელი, რომელსაც ცოტა მოგვიანებით დავანთებთ. მე მგონი რომ ერთ-ერთი საუკეთესო სახლის წოდებას ესეც იმსახურებს. აი ეს და ეს არის შვედეთში ყველაზე დიდი დისკომფორტი. ზოგადად შვედეთი არის სამყაროში ყველაზე არაქეშური ქვეყანა. აქ ქეშით გადახდა ეზიზღებად. არავინ იცის ეს ტენდენცია ზუსტად საიდან წამოვიდა, მაგრამ როგორც ადგილობრივები ყვებიან, ერთ დღესაც აბას მუზეუმმა თქვა, რომ დღეიდან ჩვენ ვიღებთ მხოლოდ ბარათს და ამის შემდეგ დანარჩენებს იმდენად მოეწონათ ეს პრაქტიკა, რომ ყველა ასე გადაეწყო. შვედეთში აი მიკარგულ სოფელში ქეშით ვერ გადაიხდი, მაგრამ გადაიხდი ბარათით. ბოლო ბასტიონი იყო მუნიციპალური ტრანსპორტი, მაგრამ მიგრანტების ზრდასთან ერთად მოხშირდა ავტობუსებში სალაროების გატეხვა, შესაბამისად სახელმწიფო მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსებშიც გადახდა მოხდებოდა მხოლოდ ონლაინ ან ბარათით. შეგიძლიათ ტელეფონში ჩამოტვირთოთ შესაბამისი აპლიკაცია, აირჩიოთ სასურველი პაკეტი და ასე ისარგებლოთ მისით. სახელმწიფოს აქ უყვარს ადამიანის ცხოვრებაში ცხვირის ჩაყოფა. ვიცი ახლა გირჩელები მისმენენ და ტვინში სისხლი ჩაიქცათ, მაგრამ დამიჯერეთ, რაც აქ ხდება მართლა ნამეტანია. აი ისევ და ისევ ფული რომ ავიღოთ, ხომ? დაუშვათ ბანკომატიდან ადამიანმა გაანახდა ქეში. იმ მომენტიდან იწყება კოშმარი. მიმდინარეობს ჩვეულებრივი გამოძიება. დაგირეკავენ და დაგიწყებენ, რატომ გაანახდე, რაში უნდა დახარჯო, რატომ ვერ შეძლებდი ამას ონლაინ გადახდას და ასე შემდეგ.
თან რა არის კიდე ვიცით? ახლა ხომ არის მაისი. ნუ გარეთ თოვლი არის დადო კიდეც, მაგრამ მაისია დამიჯერეთ. ხო და დაუშვათ მაისში რომ გაანახდეთ და 2 წელი გავიდა, შეიძლება 2 წლის შემდეგ დაგირეკონ და ისევ გამოძიება დაგიწყონ, რომ რატომ გაანახდე მაშინ ფული 2 წლის წინ. რაში დახარჯე მერე ის ფული, სად წავიდა და ასე შემდეგ. აქ ერთ საინტერესო ფაქტსაც მოგიყვებით. დაახლოებით 1 თვის წინ შვედეთში დაიხურა უკანასკნელი კაზინო. არ გულისხმობ ონლაინ კაზინოებს. საქმე იმაშია, რომ აქ კაზინო ეკუთვნის სახელმწიფოს. თან ნახეთ, როდესაც ადამიანი მიდის სათამაშოდ, ჯერ კაზინო სპეციალური თანამშრომელი ამოწმებს, რამდენი ფული მიაქვს რომ ითამაშოს და თუ აღმოაჩენს მის შემოსავლებსა და წაგებულ ფულს შორის იქნება დიდი დისბალანსი და იმ თვეში ეს ადამიანი ვერ შეძლებს დამაკმაყოფილებლად ცხოვრებას, შანსი არ არის არ შეუშვებს უკან გააბრუნებს. თავიდან იყო ალბათ 6 თვის უკან უკვე აღარ მუშაობდა, კვირაში მუშაობდნენ 3 ან 4 დღე ზუსტად აღარ მახსოვს და 2 კვირის უკან სულ დაიხურა კაზინო, სულ იყო 3 კაზინო მთელ შვედეთში, 3 ან 4 თუ არ ვცდები. და 2 კვირის უკან ბოლომდე დაიხურა და ნუ კაზინოს რეალურად აღარ არსებობს საერთოდ რა ქვეყანაში. ზოგადად კაზინოშიც რომ მისულიყავი, ძალიან რთული იყო თამაში. უნდა დაგემტკიცებინა, უნდა მიგეტანა მაგალითად ბლანკეტი, სადაც ეწერა საიდან მოგაქვს ეს ფული, უნდა ითამაშო და ნუ კაზინოში არ უნდა მისულიყავი მოსაგებად, კაზინოში უნდა მისულიყავი გასართობად. ეგ იყო ალბათ მიდგომა მათი ქვეყნის ზოგადად რა. ხო აი ეგ ბლანკეტი ეგ მაგას ნიშნავს, რომ როცა კაზინოში მიდიოდი, რაღაცა ლიმიტს გაძლევენ, რამდენი შეგიძლია ითამაშო. იმის და მიხედვით აჩვენებ, რომ რამდენი გაქვს შემოსავალი სიტყვაზე და გიმოწმენ რამდენი გაქვს შემოსავალი, თვიური ბრუნვა რამდენი გაქვს. თუ გაქვს ისეთი, რომ ძალიან ცუდი თვიური ბრუნვა გაქვს, მაშინ საერთოდ არ შეგიშვენ კაზინოში. ქეშად ხო შეუძლებელია თითქმის თამაში. უნდა დაამტკიცო საიდან გაქვს ეს ქეში. ქეში ზოგადად ამ ქვეყანაში ძალიან რთულია იშოვო. ესე იგი რაღაცა არალეგალური გზებით შოულობ ამ ფულს და ამიტომ ქეშის დამტკიცება ყოველთვის ჭირს და კაზინოში ალბათ არ იღებენ რა ქეშს, ძალიან ძნელია ეგ. სწორედ ალბათ მიდგომის გამო და ეგეთი დამოკიდებულების გამო გაუჭირდათ. ახლა კაზინო ყველა მიცის როგორი სფეროა და ამათ ისეთი მიდგომა აქვთ ყველაფერზე, რომ მაგ სფეროში გაუჭირდა და იმიტომ კი არ დახურეს, რომ შეიძლება არ უნდათ, იმიტომ დახურეს, რომ უბრალოდ ვერ ამუშავებ. ახლა რაც შეეხება ალკოჰოლს, რომლის შეძენა შვედეთში ასევე პრობლემაა. ჩვეულებრივ მაღაზიაში თქვენ შეგიძლიათ შეიცინოთ სასმელი, რომელშიც ალკოჰოლის შემცველობა 3.5%-მდეა. ამაზე ძლიერს ვერ იყიდით. არის მეორე გზა, სისტემბოლაგეტი, სახელმწიფოს მიერ მონოპოლიზებული კომპანია, რომელიც ყიდის თითქმის ყველა სახის ალკოჰოლს. ის მუშაობს 10 საათიდან 6 საათამდე, შაბათს 3 საათამდე, ხოლო კვირას საერთოდ დაკეტილია. სისტემბოლაგეტი თავის საქმიანობის არც რეკლამას ეწევა, არც მოგებაზე გასვლაა მისი მიზანი. ერთია რომ აქ იყიდება ალკოჰოლი და მეორეა მოყიდიან თუ არა. პირველ რიგში მინიმუმ 20 წლის უნდა იყოთ. თუნდაც ტურისტად ჩამოხვიდეთ, ეს აუცილებელი კრიტერიუმია. გამყიდველ სუბიექტურად შეფასება შეუძლიათ, თუ ჩათვლის რომ ნასვამი ხართ, არ მოყიდით. ან შვედეთში ალკოჰოლის შეძენა დროში გაწერილია და სახელმწიფო მკაცრად აკონტროლებს. მთავრობა თვლის, რომ ასე შეიძლება ბოროტად გამოყენება დაიძლიოს და წარსული აღარ გამეორდეს, ანუ ერი გალუთების წინაშე აღარასდროს დადგეს. ახლა კი ნახეთ, როგორი დილა გათენდა მეორე დღეს და თან გაითვალისწინეთ, რომ ეს სახლი მართლა ტყეში იყო, ანუ 5-6-7 კილომეტრის რადიუსში, სხვა მეზობელი საერთოდ ფიზიკურად არ არსებობდა. ესეც ყველაზე ცივი ჩრდილოეთის ქალაქი კირუნა, რომელიც არის ბოლო ქალაქი შვედეთში. იმის იქით უკვე აღარ არის დასახლებები, ამ დიდი ქალაქები და მე მგონი რომ ამ სახლშიც გაგვიმართლა. წამოდით ახლა დავათვალიეროთ. უზარმაზარი სამზარეულო, მთელი თავის კომფორტით, დიდი დივანით. მოდი. რაღაც ადგილობრივი მასპინძლის პროფესიიდან გამომდინარე ატრიბუტები. აქეთ იქნება ერთი საძინებელი,
რომელსაც აქვს ფანჯარა, ფანჯრები აი ესე არის დახურული მკვრივი მატერიით, იმიტომ რომ აქ უკვე აღარ ჩავა მზე და სულ დღე იქნება. ორი საწოლი, ესეც ასევე ნათელი ოთახი არის საკმაოდ და ფარდაც იგივენაირად მკვრივი მატერიით. ლამაზი პეიზაჟები მალევე დეპრესიულმა სასტიკმა კირუნამ შეცვალა. ეს იყო ისეთი ქალაქი, რომელიც საშინელებათა ფილმებში თუ შეხვდება. წარმოიდგინეთ აპოკალიფსი და თან გამყინვარება. ამ კომბინაციით შეგვიძლია ავხსნათ კირუნას მისტიურობა და მგონია თქვენც გაიზიარებთ ამ შთაბეჭდილებას. წარმოიდგინეთ, ახლა მაისის მეორე ნახევარია და ასეთი ამინდი არის. თოვლია, ცივა, მზე ვერ გაგიგია, ჩასულია, არ არის ჩასული, ღამეა, არ არის ღამე და ასე შემდეგ და მაინც ამ ქალაქშიც ადამიანები ცხოვრობენ ბედნიერად. იმის თქმა მინდა რომ რთულ კლიმატურ პირობებში შესაძლებელი არის მაღალი ხარისხის და მაღალი სტანდარტის ცხოვრებით ცხოვრება. ხომ არის მეგობრებო ცხოვრებაში ისეთი მომენტები, როდესაც ადამიანი ან მთლიანი ოჯახი გადადის სხვა ადგილას საცხოვრებლად. თქვენ წარმოიდგინეთ კირუნაში სახლები, სასტუმროები, ეკლესიები და სასაფლაოებიც კი გადააქვთ ამ სიტყვის პირდაპირ გაგებით სხვა ადგილას. რა ხდება? ესე იგი, ქალაქში არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რკინის მადნის მაღარო და ამ მოპოვების დროს წლებთან ერთად ნიადაგმა დაიწყო ქვემოთ მოძრაობა. და არის საშიშროება რომ ადრე თუ გვიან აქ შეიძლება რაღაც სერიოზული კატასტროფა მოხდეს. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რომ ეს ხალხი თავის საცხოვრებლებიანად მთელი უბნები და კვარტლები გადაიტანოს ქალაქიდან დაახლოებით 3 კილომეტრის მოშორებით და ასე ქმნიან ახალ კირუნას. გაურკვეველი ამინდი არის ცივა, ტალახი არის, გზების ველი, არაკომფორტულია აქ ცხოვრება, მაგრამ მიუხედავად ამისა ესენი მაინც ცხოვრობენ უმაღლესი ცხოვრების სტანდარტით. იმის თქმა მინდა რომ მძიმე კლიმატურ პირობებში შესაძლებელი არის იცხოვრო, გქონდეს მაღალი ხელფასი, იყო უზრუნველყოფილი, დაკმაყოფილებული და ამასთან თავს გრძნობდა ბედნიერად. და ახლა ცოტა ისეთ თემაზე მინდა საუბარი, ალბათ სუბიექტურიც იქნება. მე უკვე ერთ კვირაზე მეტია ვიმყოფები შვედეთში. აი ახლა აქ აი ნორმალური ადამიანი ბოდიში და ვერ იცხოვრებს ბედნიერად. აი გიჟი თუ არ ხარ, როგორ უნდა იცხოვრო ბედნიერად, როდესაც 4 საათზე, ანუ ეს სტოკჰოლმშიც ხო ასე 4-5 საათზე უკვე სამსახურები მთავრდება და ასეთ პატარა ქალაქებში ეს კიდევ უფრო კარგად ჩანს რომ არაფერი არ ხდება საერთოდ. კი ცხოვრობენ თავის ცხოვრებით და რაღაც, მაგრამ აი ზუსტად მაგაში არის ჩემი აზრით საქმე, რომ ესენი უკვე იმდენად არიან დაკმაყოფილებული თავის შემოსავლებით, თავის ცხოვრებით, რომ უბრალოდ ბედნიერები არიან მხოლოდ ამის გამო. სხვა არაფერი არ აქვს სადარდებელი ამათ. არ ეშინიათ ხვალინდელი დღის, არ ეშინიათ სამსახურიდან წამოსვლის და უბრალოდ თავის თავზე იმდენად კონცენტრირდნენ, რომ ამ თავის იქით საერთოდ ვერაფერს ვეღარ ხედავენ. ესენი ბედნიერები კი არ არიან, ჩემი აზრით, უბრალოდ თავის ნაჭუჭში კომფორტულად არიან შეყუდებულები და ასე ცხოვრობენ. ეს არის და ეს. სხვა არ აინტერესებთ ამათ. შეიძლება მეზობელიც არ ადარდებს როგორ ცხოვრობს, რა უჭირს და ასე შემდეგ. ანუ ჩამოსულზე და ტურისტზე ხო საუბარი ზედმეტია. ხო და ეს თუ არის ამათვის ბედნიერება, დარწმუნებული ვარ, მაშინ მეოთხე კი არა, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი ეს უნდა იყოს. არ ვიცი. აი დახედეთ ფანჯრები აქვთ ასე ჩარაზული, რომ არ შემოდიოდეს შუქი და დაიძინონ ნორმალურად. რაღაცნაირი ჩაკეტილი საზოგადოება არის, რომელიც არ მიგიღებს, რომელიც გაგძნობინებს, რომ შენ აქ უცხო ხარ. არ არიან ბედნიერები რომ შენ აქ სტუმარი ხარ, ეს მათთვის არაფერს არ ცვლის, იმიტომ რომ ეს ქვეყანა არ არის ტურიზმზე დამოკიდებული, ისედაც როგორც უკვე რამდენჯერმე გითხარით, ამათ თავის გარდა ჩემი აზრით საერთოდ არავინ არ ადარდებთ. ხო და ცხოვრობენ ასე. ახლაც აი ქუჩებში რო დადიხარ, რაღაც ფილმიდან გონია თავი რა, აშკარად. ხო აი ყველა გიყურებს. ნუ შეიძლება ახლა ჩემზე ფიქრობენ ეს გიჟი არისო, მოვიდა აქ და ვიდეოებს იღებს ამ ამინჩიო, მაგრამ აი შეხედეთ, ქუჩებს შეხედეთ, დაცარიელებული, ეს ფანჯრები ყველა ჩაკეტილი, ჩარაზული, ისე არქიტექტურა რაღაც ცოტა წააგავს
რუსულსაც, ხო? ეს დაბალი სახლები. აუ, კამერა სულ დაიორთქლა სავარაუდოდ და სულ თოვლიანი არის. აი, ჩაბნელებული ყველაფერი. ხო და თან ახლა წარმოვიდგინეთ ასეთ პირობებში რომ იღებ და ვიღაც მოხუცი ფანჯარასთან დგას, ჩუმად გიყურებს, გაკვირვებული. ну რაღაცნაირი უცხო გრძნობაა რა. კირუნას შემდეგ უდიდესი გზა გქონდა სტოკჰოლმამდე. ამ პროცესს უკვე ჩემთვის ვიდეოშიც ნახავთ. შესვენებებს ვიღებდით და რამდენიმე ღამე ლამას სახლებში გავატარეთ. მინდა გაგიზიაროთ მორიგი საცხოვრებელი, რომელიც სკანდინავიურ სტილში იყო გაკეთებული. არაფერი ზედმეტი, ყველაფერი მოგრძალებული, საკმარისი და ამასთან ერთად კომფორტული და მყუდრო. ამ მოგზაურობაში რომ გამიმართლა მე ბინებში, რომლებიც მე თვითონ დავჯავშნე Airbnb-ზე, არასდროს მე მგონი ასეთი გამართლება არ მქონია. მყუდრო, სუფთა, ნათელი, კომფორტული. ეს ერთი საძინებელი. თან როგორი ხედი აქვს, ნახეთ. ტბაზე. ეს მეორე საძინებელი. იდენტური ხედით. ეს კი სამზარეულო. ხედი მეზობლები. და პატარა მისაღები ოთახი. ასევე ტბის ხედით. მე მგონი რომ წინას ეს ჯობია. ბუხარი, მე მგონი დეკორაციული ბუხარი არის. და როცა უკვე სტოკჰოლმში დავბრუნდი მეორედ, მხოლოდ ახლა შემიძლია გესაუბროთ იმ თემაზე, რომელსაც აუდიტორიის ნაწილი დარწმუნებული ვარ ყველაზე მეტად ელოდებოდა. მოვიდა მძიმე არტილერია. ევროსკეპტიკოსების მაამებელი თემა, რომელიც სოციალური ქსელების კომენტარებში დაახლოებით ასე გამოიხატება. დედა, რა დამართეს მიგრანტებმა შვედეთს. და რეალურად ხო ეს საკმაოდ სერიოზული და კომპლექსური თემა არის, რომელზეც აუცილებლად უნდა ვისაუბროთ. და თან ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ზოგადად მიგრანტების თემა არა მარტო შვედეთში, არამედ ახლა უკვე ალბათ მთელ ევროპაში უფრო და უფრო წინ მოდის დღის წესრიგში. მაგრამ მოდით დავიწყოთ იქიდან, საიდან აღმოჩნდნენ აქ მიგრანტები, თან ამ კლიმატში, რომელიც წესით ახლო აღმოსავლეთისა და აზიის ქვეყნებისთვის არატიპურია. როგორც უკვე გითხარით, როდესაც ინდუსტრიალიზაცია დაიწყო და შვედეთის ეკონომიკა არანორმალურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა, საჭირო გახდა მუშახელი. ამიტომ თვითონაც თანახმა იყო მუშახელის შემოდინებაზე სახელმწიფო. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველი მიგრანტები ქვეყანა მიიღო იუგოსლავიის დაშლისა და შემდეგი კონფლიქტის პერიოდში. თუმცა ამ მიგრანტების მთავარი განმასხვავებელი რაც არის ამჟამინდელი მიგრანტებისგან, პირველ რიგში რა თქმა უნდა არის რელიგია. ისინი იყვნენ ქრისტიანები და კულტურულად ახლოს იყვნენ შვედებთან. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ უფასო კი არა და იაფი მუშახელი იყვნენ, მარტივად მოხდა მათი შვედურ საზოგადოებაში ინტეგრაცია, რასაც უკვე ვერ ვიტყვით ამჟამინდელ მიგრანტებზე, რომლებიც აბსოლუტურად სხვა სამყაროდან არიან. ახლა ამოვა იმ ადამიანების სურათები, რომლებიც ყველაზე მეტად დამნაშავეები არიან მიგრანტების უკიდეგანო ნაკადებში. ხო? სოციალურ-დემოკრატიული სახელმწიფოსა და ფოლკჰემის ფილოსოფიამ, რომ შვედური საზოგადოება უნდა იყოს ერთი დიდი ოჯახი, მიგრანტებსაც შეეხო. ისინი იღებენ დროებით საცხოვრებელს, ფიქსირებულ ანაზღაურებას, რომელიც არ არის დიდი, თუმცა საკვებსა და ჰიგიენას ყოფნის.
ამას რიგ შემთხვევაში ემატება უმუშევრობის ფინანსური დახმარება, საინტეგრაციო პროგრამა, რისი მეშვეობითაც ისწავლება შვედური ენა, კონკრეტული პროფესიული კურსები, პრაქტიკა, სივის შედგენა და სამსახურის ძებნაში დახმარება. ასევე ბავშვებისთვის განათლება არის უფასო. ჩვეულებრივად შეუძლიათ სკოლაში მივიდნენ და ისწავლონ და რაც მთავარია სამედიცინო მომსახურებაც უფასოა. რომ დაუკვირდეთ, შვედეთში შენ ოქროს ბილეთს კი არ იღებ, არამედ იღებ უბრალოდ შანსს. აირჩიო ან ინტეგრირდე და მოერგო ამ საზოგადოებას, ან იცხოვრო შენი წესებით, მაგრამ იყო აბსოლუტურად გარიყული. რომ შევხედოთ, ხო, აი ვინ არიან ეს მიგრანტები? ავღანეთიდან, ერაყიდან, სირიიდან, სომალიდან და ასე შემდეგ. ეს ის ერები არის, ანუ ცუდად არ ვამბობდე, ცუდად არ ვსაუბრობ, უბრალოდ უმეტესობა ასეთი არის, რომ იქაც თავს არ იკლავდნენ ესენი სწავლით, განათლებით და მუშაობით და აქ მით უმეტეს, როდესაც ჩამოდიან, პატარა შემოსავალიც აქვთ, ბინაც და მეტნაკლებად რაღაცით უზრუნველყოფილი არიან. შესაბამისად, დიდი არის შანსი, რომ მან არ აირჩიოს ინტეგრაციის გზა და თავის წრეში იცხოვროს ასე ცალკე. როგორ უნდა იყვნენ ერთ ტალღაზე ადგილობრივი, რომელიც არომანტიზებს განათლებას, სწავლას და პირღიად ტოლერანტია, აი პირდაპირ რომ თქვა, უბრალოდ პირღიად ტოლერანტია და ჩამოსული მიგრანტი, რომელსაც ოთახში გაკრული აქვს ვინმე იბრაჰიმ აბუ ბინ სალაჰის პოსტერი და კალაშნიკოვის სურათები. აი აბსოლუტურად სხვადასხვა სამყაროებზე არის საუბარი, სხვადასხვა ადამიანებზე და სხვადასხვა ტვინის მოწყობაზე. რა თქმა უნდა, ახლა მე ყველა მიგრანტს არ გულისხმობ, მე გულისხმობ უმრავლესობას. თორემ მაგალითად ისევ და ისევ ქართველებზე რომ ვისაუბროთ, ქართველების საკმაოდ დიდ ნაწილს მე მგონი რომ უმრავლესობას არჩეული აქვს ამ საზოგადოებაში ინტეგრაციის გზა და მიყვებიან იმ წესებს, რომელსაც ითხოვს შვედეთის სახელმწიფო. მოგვიანებით არაბული სამყაროს მიგრანტების ნაწილმა უარი თქვა სრულფასოვან ინტეგრაციაზე, ქალაქების გარეუბნებში დასახლდნენ, დაიწყეს ნარკოტიკით ვაჭრობა, სწრაფი ფულის გამომუშავება, წვრილი ხულიგნობა და ასე შემდეგ. მოიმატა მკვლელობების და გაუპატიურების რაოდენობამ. არის უბნები, რომელიც მეტად კრიმინალურია და გირჩევენ, რომ იქ არიარო. სულ მცირე გვიან ღამით თავი შეიკავო. კრიმინალზე რო ვისაუბროთ, 2015 წელს დაახლოებით შემოვიდა შვედეთში 1 მილიონი სირიიდან, ომი დაიწყო და გამოიქცნენ და ამის შემდეგ ესენი არ მუშაობენ, ზიან სოციალზე, მთავრობის ხარჯზე, ესე რომ ვთქვა და ვინც გადასახადს იხდის იმათ ხარჯზე. ხო არის სოციალი რამდენი არის? რამდენით ეხმარებიან? დაახლოებით თითო ადამიანს ეხმარებიან $500 და ოჯახში 4 რო არიან, მაგათაც $2000 უკვე ისეთი თანხაა, რომ აღარც ენას სწავლობენ, აღარც მუშაობას იწყებენ და ზიან ამ იმაზე და მიყვებიან კრიმინალს, ნარკოტიკს ყიდიან და ასე შემდეგ. და ეს ყველაფერი დაახლოებით 4 წლის უკან რო ავიღოთ, იყო ჩვეულებრივად გარე უბნებში ყველგან ნარკოტიკი იყიდებოდა, მაგრამ მაინც სიმშვიდე იყო. ბოლო 4 წელს შეიცვალა ის, რომ ამ თვითონ ამ ნარკომოვაჭრეებმა ერთმანეთში რაღაც ვერ გაიყვეს და დღეს ევროპაში ყველაზე საშიშ ქალაქად ითვლება სტოკჰოლმი. ყველაზე მეტი მკვლელობა გარე უბნებში. ოღონდ ეს სირიელები და ვინც არიან კიდე ესვრიან ერთმანეთს. ანუ ჩვეულებრივ ხალხთან პრობლემა არ აქვს, მაგრამ ვიღაცა შეიძლება შემთხვევით 3 შვედი გარდაიცვალა, შემთხვევით მოყვნენ სროლაში და ისინი კი არ ესროდნენ იმათ, მაგრამ 3 შვედი გარდაიცვალა და ეხა არის ძალიან ისეთი მდგომარეობა რა, ერთი პერიოდი 1 წლის წინ ფიქრობდნენ, რომ ჯარი ხო არ დაეხმარებინათ, იმდენად დიდი პრობლემაა ეს ნარკომოვაჭრეები და ესე რომ ვთქვათ ისინი ვინც ერთმანეთს ესვრიან რა იმის გამო რომ რაღაც ვერ გაიყვეს. და თან პრობლემა რაშია, იცით რომ ადგილობრივებს იმდენად რბილი და დამთმობი ხასიათი აქვთ. იმ უბნებში, სადაც ადრე თვითონ ცხოვრობდნენ და შემდეგ ეს მიგრანტები დასახლდნენ, რომლებმაც თავისი წესების მოხვევა დაიწყეს თავზე, ანუ თვითონ შვედები წავიდნენ სხვა უბნებში, ან საერთოდ სხვა ქალაქებში საცხოვრებლად. ასე მარტივად დათმეს ის სახლები და საცხოვრებლები, სადაც წლობით თვითონ ცხოვრობდნენ. სალაშიც კი, რომელიც სტოკჰოლმთან ახლოს არის შედარებით ჩრდილოეთში, იქაც კი უკვე ფეხს იკიდებენ მიგრანტები. და წეღან რომ თქვი, არის უბნები, რომელიც რადიკალურად არის კრიმინალური, ამბობენ რომ ღამე იქ თუ ვინმეს გადაეყრები, შეიძლება დაგიჭირონ, მოგკლან, გაგაუპატიურონ, დაგანაწევრონ და მერე მდინარეში გადაყარონ. თან ამ რიგითობას აუცილებლად დაიცავენ. არ ვიცი. დღეს შვედეთი მაინც რჩება ერთ-ერთ ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად, თუმცა მეზობლებს, ნორვეგიასა და ფინეთს მკვეთრად ჩამორჩება. დღეს მოსახლეობაში მიგრაციის პოლიტიკის გამკაცრების მზარდი მოთხოვნილებაა. ქვეყანა კი უფრო უახლოვდება მემარჯვენე ხედვებს ამ საკითხთან დაკავშირებით. ეს პარტია არასოდეს რომ მთავრობაში არ ყოფილა, ეს 10 წელი სულ მაგას გაიძახო და რაც დღეს ხდება, სადამდეც მოვიდნენ. და ეხა 2 წელია პირველად მოვიდნენ ეგენი მთავრობაში, კოალიციურ მთავრობაში, მაგრამ მეორე პარტია არიან რა.
და ეს ბოლო 3 წელია ძალიან გამკაცდა საბუთების მიღება, უკვე ჩვეულებრივ ადამიანებზეც გადმოვიდა, ეგ ძალიან ამოწმებენ. ეს ბევრი სერიალი, ვინცაც ხედავენ, რომ არც ენას სწავლობს, არც მუშაობას იწყებს და ასე შემდეგ, ბევრს აგდებენ ქვეყნიდან და მოქალაქეობას ართმევენ, ოღონდ ვისაც დიდი კრიმინალი აქვს ძალიან. და ეს პარტია არის ახლა მთავრობაში და სავარაუდოდ შემდეგ არჩევნებსაც მოიგებენ, იმიტომ რომ ახლა ისეთი სიტუაციაა, რომ ესე რომ ვთქვათ, კაცრი ხელი ჭირდებათ ამათ. თორე უკვე ესე რომ გაიგრძელებინათ, როგორც გრძელდებოდა, 1-4 წელში ალბათ აღარ დარჩებოდა შვედი, უკვე აი ძალიან ბევრი შემოდიოდნენ და თავის ხასიათზე გადმოყავთ პირიქით ეს შვედები, ვიდრე შვედებისკენ გადმოდიან ესენი რა და ძალიან ირევა მაგ საკითხში ყველაფერი. იმდენად, ჩემი აზრით, იმდენად დემოკრატიული ქვეყანაა, რომ ვერ იცავენ იმას, რომ ეხა ბევრი რომ გამოდის და სიმართლეს იძახის, რომ აი ამათი ბრალია, ვინც ჩამოვიდა ქვეყანაში და ასე შემდეგ, ძალიან ბევრი ამათ რასისტებს ეძახის რა. და ამიტომ აი იმ საშუალო იმას ვერ იცავენ, სად წდება, რომ სად ხარ რასისტი და სად არა. ჩემი აზრით, ეს პარტია შეიძლება ადრე რასისტები იყვნენ, მაგრამ მე რო შვედი ვიყო და ჩემი ქვეყნისთვის ესეთი რაღაც ექნა, რაც ამ შემოსულება, ესე რომ ვთქვათ, გაუკეთეს, მაგაზე უარესი რეაქცია მექნებოდა. და რასაც იძახიან, ჩემი სიმართლეს იძახიან, მაგრამ ვიღაცები გამოდიან და ამათ ეძახიან რასისტებს, იმიტომ რომ იმაზე ლაპარაკობენ ეგრე. ჩემი აზრი ასეთია, რომ საზოგადოება ყოველთვის ფრთხილი უნდა იყოს მიგრაციასთან. მით უმეტეს შენ ვერ იქნები და არც უნდა იყო ტოლერანტი, როდესაც საუბარი არის იმ უზარმაზარ ნაკადებზე, რომლებიც შენს კულტურაში და შენს ფასეულობებში საერთოდ ვერ ჯდებიან. ტოლერანტი ვერ კი არა, არც უნდა იყო და პირიქით ყველაზე დიდი სიფრთხილე ამ დროს უნდა გამოიჩინო. გლობალიზაციის ეპოქაშიც კი ადამიანები რეალურად ძალიან განსხვავდებით ჩვენი ტემპერამენტით, ხასიათით, ხედვებით, ფასეულობებით, იდეებით და მოთმინების უნარითაც კი. წესები უნდა იყოს ძალიან მარტივი. შენ როდესაც ჩამოდიხარ ჩემ ქვეყანაში და შენ გინდა აქ დამკვიდრდე, ან უნდა მიიღო და აღიარო ის წესები, რომელსაც ჩემი საზოგადოება შენ გიწესებს, ან აღარ არსებობს. წადი იქიდან, საიდანაც მოხვედი. ასევე თქვენი ყურადღება მინდა გავამახვილო რეგიონებზე. კონკრეტულად რა განსხვავება არის შვედეთისა და საქართველოს რეგიონებში? ახლა ისიც რომ თქვა, მე ხომ პატარა ქალაქიდან ვარ და ჩემთვის უფრო ახლოს არის ის პრობლემები, რაც იქ ხდება. მით უმეტეს თუ ახალგაზრდებს ეხებათ. და ხშირად პრეტენზია ის არის, რომ უპონტობა, მოდი ასე ვიტყვი. და რეალურად მასე არის, ანუ ვერაფრით ვერ გაერთობი, ვერაფრით ვერ გააკეთებ. და აქ ხალხი თვითონ ქმნის ამ პონტს. ის რომ გადის პარკში, ის რომ ეს რუტინა დაქვს ქცეული, რომ მეგობრებთან ერთად არის, ოჯახის წევრებთან ერთად არის, ძაღლს ასეირნებს და რაღაც, ეს უკვე ქმნის იმისთვის დასვენების ერთგვარ სახეს. აი რა უნდა, ხო ახლა გამოსულნი არიან ადამიანები, უბრალოდ ხედან, უბრალოდ საუბრობენ, უბრალოდ ერთმანეთთან დროს ატარებენ და ესეც უკვე გამოდის ის რომ ქმნიან თავისთვის იმ სამყაროს, სადაც პოულობენ გართობის საშუალებას. და მეორე კიდე აქ რა არის იცით რომ აი ჩვენთან მაგალითად ხო ყოველთვის გეუბნებიან რომ წადი ქალაქში, იქ უნდა იცხოვრო, განვითარდე და ასე შემდეგ. აქ როცა ჩამოვედი ამას კიდე სხვანაირად შევხედე. აქ პატარა ქალაქიდან იქნები თუ დიდი ქალაქიდან არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, იმიტომ რომ ვიღაც რომ სადღაც პოლარული წრის იქ იცხოვრობს და ზუსტად იგივე ხელფასი, იგივე შემოსავალი აქვს, რაც მაგალითად სტოკჰოლმში, ხო, იმისთვის აღარ წარმოადგენს პრობლემას რომ იცხოვროს იქ, სადაც დაიბადა და გაიზარდა. იმისთვის ისიც მისაღები არის, იგივე შემოსავალი აქვს, იგივე კომფორტი აქვს, ისიც იგივენაირად ერთობა, ისიც როგორც მზე გამოდის, გადის პარკში ოჯახთან, მეგობრებთან, თუნდაც მარტო და ასე შემდეგ. ხო და ამ ხალხს ასეთი კულტურა აქვს უბრალოდ, რომ შეუძლია თავის თავი იყოს მისთვის საკმარისი, თავის მეგობრები იყოს საკმარისი, აი ეს მცირე წრე და ამით მიიღოს სიამოვნება. უკიდურესი ჩრდილოეთიდან დაბრუნების შემდეგ აქ სტოკჰოლმში მზე თითქმის ჩადის. არა დაახლა საღამოს 11 საათი არის. და ითვლება რომ აქ უკვე მზე ჩავიდა და დრო არის ჩვენი ეპიზოდიც შევაჯამოთ. შეუძლებელი არის ორ კვირაში რომელიმე ქვეყანა ან ერი სრულად შევისწავლოთ. ეს გამორიცხული არის. მიუხედავად იმისა რომ ნახე როგორ ცხოვრობს ხალხი სტოკჰოლმში, როგორ ცხოვრობენ გარეუბნებში, როგორ ცხოვრობენ უკიდურეს ჩრდილოეთში ან საერთოდ ერთმანეთსგან ძალიან განცალკევებით, არ არის ეს საკმარისი დრო იმისთვის რომ აი რაღაც სრული დასკვნა გამოვიტანოთ. მაგრამ მე შევეცდები ჩემებური შეხედულება გაგიზიაროთ ამ ქვეყანაზე და ამ ხალხზე. შვედები არიან თვითკმარები ამ სიტყვის ყველაზე პირდაპირი გაგებით. ყველა შვედი უზრუნველყოფილი არის მაღალი ხელფასით, უფასო განათლებით, უფასო და საუკეთესო ხარისხის სამედიცინო მომსახურებით და ასე შემდეგ. როდესაც აქ ადამიანი იღვიძებს
არ ფიქრობს ხვალინდელ დღეზე, არ ფიქრობს ზოგადად მომავალზე, იმიტომ რომ იცის ყველაფერი აქვს გარანტირებული. არ დადგება ისეთი მომენტი, რომ აი უცებ შეიცვალოს შეიძლება მთავრობა და დაიწყოს ანგარიშწორება, რევანშიზმი და ასე შემდეგ. წარმოიდგინეთ, ოჯახში სადაც შეიძლება ცხოვრობდეს 4-5 ადამიანი და თითოეულს ჰქონდეს ხელფასი 4000 евро, იქ უბრალოდ სხვა რამეზე არ იფიქრებ, გარდა იმისა, რომ საკუთარ თავებს მიუძღვნან ცხოვრება. ამათ არავინ სჭირდებათ ბედნიერებისთვის. არ აქვთ მოთხოვნილება არც მეზობლის, არც ყოველდღიური კონტაქტის. სრულად ყოფნით ერთმანეთი, იმიტომ რომ შეუძლიათ იცხოვრონ განცალკევებით, ყუდროთ და განრიდებულად. ამიტომაც დიდად აქ რა აზრი ქონდა კარანტინის გამოცხადებას. ისედაც ყველა დისტანცირებულია. სტოკჰოლმის გარეთ ხო მით უმეტეს. კილომეტრები არის ერთი სახლიდან მეორემდე, ან სადაც დასახლება, ისიც მაქსიმალურად არ ამჭიდროა. შვედებს 2 საუკუნეა ომი არ უნახავთ. ამიტომ სხვა მიზეზებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი რის გამოც ემპათიის გრძნობა შედარებით დაქვეითებული აქვს, გონია ეს. კი ღია აქვს კარი მიგრანტებისთვის, მაგრამ ამას აკეთებენ არა მოჭარბებული ალტრუიზმის გამო, არამედ იმიტომ, რომ ეს ხალხი მუშებად სჭირდებათ. ამ ხალხს ყველაფერი აქვს კარგი ცხოვრებისთვის, ზუსტად არც მეტი, არც ნაკლები. იმიტომ შეუძლიათ ასეთი ცხოვრების სტილი ცხოვრება, რომ იყვნენ ერთმანეთისგან ძალიან შორს, ყუდროთ, არავინ არ სჭირდებათ. საკმარისი არიან თავის-თავისთვის. ჩემი აზრით, ხანგრძლივმა კომფორტმა დაგსაქსა შვედები და არ აქვთ რაღაცნაირად ეს ერთიანობის განცდა. ესენი ფიქრობენ, რომ გარდაუვალია რამე ცუდი მოხდეს. პირიქით, მომავალი გარანტირებული აქვს და ალბათ ეს ასეც არის. ფიქრობენ, რომ ყოველთვის ყველაფერი კარგად იქნება, ყოველთვის იქნება მაღალი ხელფასები, არასდროს არ იქნება აქ ომი და ასე შემდეგ. ის ხალხი და ერები, აი მაგალითად ჩვენ და ჩვენნაირები, რომლებსაც გვიწევს მუდმივად ამ ცუდი პერიოდების გადატანა, მე ასეთი განცდა დამჩა, რომ ჩვენ უფრო გახსნილები ვართ, უფრო თბილები ვართ, უფრო შეკრულები ვართ ზოგჯერ და უფრო ვიცით ერთმანეთის გატანა. აქ ეს მუხტი არ იგრძნობა. ერთადერთი, რასაც მე აი აუცილებლად ხაზს გაუსვამდი, შვედების წარმატება დგას კოლექტიურ დისციპლინაზე. კოლექტიური დისციპლინა ეს არის ერისთვის ალბათ ყველაზე საჭირო უნარი, რომელიც უნდა გამოიმუშაოს. უნდა გამოიმუშაოს და ეს გამომუშავება ხდება ზუსტად იმ დროს, როდესაც ქვეყანაში არის არეულობა, ცუდი პერიოდი და ასე შემდეგ. ანუ კომფორტი არ ჩნდება მაშინ, როდესაც ყველაფერი კარგად არის. ესენიც გადიოდნენ ზუსტად იმ ეტაპს, რა ეტაპზეც ახლა შეიძლება ჩვენ ვართ. კოლექტიური დისციპლინა არის ერთადერთი, რაც მთელ ერს წაიყვანს წარმატებისკენ. აი შვედები არის ამის იდეალური მაგალითი. გახსოვდეთ მეგობრებო, შვედეთი ეს არ არის სასწაული. ეს არ არის სამოთხი. აქ უბრალოდ ხალხმა თქვა, მოდით ვიცხოვროთ. მოდით შევქმნათ ისეთი ქვეყანა, სადაც ადამიანი მისი შრომით, შემოსავლით და პირადი სივრცით იქნება დაფასებული. და ასეც გააკეთეს. დაიწყეს პატარ-პატარა ნაბიჯებით, პატივისცემით, სიმართლითა და სამართლიანობით. რწმენით, რომ მათ ეს გამოუვიდოდათ. მათი მიზანი იყო ისეთი ქვეყნის შექმნა, სადაც ადამიანები ღარიბებად და მდიდრებად არ დაიყოფოდნენ. სიახლეების შიში არ ჰქონდათ. ეძიებდნენ, ცდიდნენ, მარცხდებოდნენ, მაგრამ სულ სწავლობდნენ. თუ ცივ ქვეყანას უმოკლესი ზაფხულით შეუძლია ასე ცხოვრება, იქნებ ჩვენც გამოგვივიდეს. ალბათ უფრო ბევრს ვოცნებობთ, ვიდრე ვცდით და ვმოქმედებთ. იქნებ ჩვენშიც არის პრობლემა და არა ზოგადად საზოგადოებაში. იქნებ ჩვენი თავიდან უნდა დავიწყოთ ცვლილებები, ჩვენი ოჯახიდან, ჩვენი ეზოდან, ჩვენი სამეზობლოდან. წარმოდგენა არ გვაქვს, რა მაგარი ქვეყანა შეგვიძლია რომ შევქმნათ. და ხო, ჩემი ერთადერთი რჩევა იქნება, ვინც ამ ვიდეოს უყურებს ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის, უბრალოდ იმოგზაურეთ. იმოგზაურეთ, აღმოაჩინეთ ახალი ადგილები, ახალი ადამიანები, ახალი ემოციები და იცოდეთ, რომ ყოველი მოგზაურობის შემდეგ თქვენ დაბრუნდებით ბევრად გაზრდილ და ბევრად სავსე. ყველაფერი მაგრად იქნება. თუ ეს გამოუვიდათ შვედებს, აუცილებლად გამოგვივა ჩვენ. მაგრამ არა ხვალ და არა ზეგ, ამას უნდა დიდი დრო და მუშაობა საკუთარ თავებზე.